საქართველოს ქართული პლატფორმა და მიხეილ ჯიბუტი აგრძელებს თქვენთვის მუშაობას. დღეს სტუდიაში მოვიწვიეთ ბატონი მამუკა გიორგაძე, პროფესორი, დისიდენტი, პოლიტიკოსი და ვინდა მასთან საუბარი ვაწარმოოთ იმ საკითხებზე, რომლის უშუალო მონაწილე და შემოქმედი თვითონ იყო საქართველოს უახლოესი ისტორიის განმავლობაში. გამარჯობა ბატონო მამუკა. დიდი მადლობა რომ ამ რთულ პერიოდში ახერხებთ ჩვენთან მუშაობას, ჩვენთან ერთად საუბარს. ჩვენ რამოდენიმე გადაცემა უკვე გავაკეთეთ, სადაც თქვენ როგორც მოწმე იმ მოვლენებისა, რომელიც ვითარდებოდა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ეროვნულ მოძრაობაში, შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე, მაგრამ ბევრი დაგვრჩა კიდევ სათქმელი, თუმცა რა იყო რამოდენიმე შეკითხვა იმ თემებიდან, რომელიც უკვე გავიარეთ. ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, ჯობია ამ კითხვებით დაუბრუნდეთ განვლილ მასალას, განვლის დროს, რომ ის შევავსოთ, იმ კითხვებს გავცეთ პასუხი და შემდეგ გავაგრძელებთ. უპირველეს ყოვლისა, კითხველს მსმენელს, მაყურებელს დარჩა ესეთი კითხვები პირველი მარტის არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის 90 წლის მარტის ბოლოს არჩევნები, რომელიც დანიშნული იყო. ამ არჩევნებში მაშინდელი კანონმდებლობით მონაწილეობდა არა მარტო კომუნისტური პარტია ჰეგემონი, არამედ ყველა პარტიები და ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ოღონდ პარტიის სახელით არა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები. აი მეც ჩემი პირველი მონაწილეობა იყო ამ საჯარო ასეთ არჩევნებში და მე მონაწილეობდი მასში საქართველოს ეკონომისტთა კავშირის სიით, მაშინ თავმჯდომარეობდა ბატონი ვალერიან ადვაძე, შევიკრიბეთ ეკონომისტები და პირველი პოლიტიკური ნათლობა საარჩევნო მივიღე იქ ამ არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს ეკონომისტთა კავშირმა წარმოადგინა. მე მოვიწია თბილისში, ესე ვთქვათ, ვარკეთილის უბანში და აი პირველი ნათლობა პოლიტიკური მახსოვს, მაშინ არ იყო იმდენი საშუალებები, პირველი პლაკატი და რასაც მოვადუღეთ და ვედროთი და ჩემო უცხოსმა წავიღეთ და გავაკარით და მე მაინც აი ემოციური ფულს ვამბობ, რომ შემდეგ რომ ვნახეთ ჩვენი გაკრული პლაკატი, მაშინ ულვაშებს ვატარებდი და ვიღაცას ჩამოეხია ეს ჩემი პლაკატი და ცალი ულვაში მქონდა დარჩენილი და მეორეს ქარი რო ახანებ და ეს იყო პირველი ჩემი პოლიტიკური შოკი, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდა. შემდეგ ეს არჩევნები არ ჩატარდა. აი არ ჩატარების მიზეზებზე ჩვენ თითქოს ვთქვით იქ რამოდენიმე საკითხი, მაგრამ აი ინტერესების ჯგუფები რა იყო მაინც, ვინ გაუწია წინააღმდეგობა, თუ საიდან მოდიოდა ეს გადადების ინიციატივა? თავიდან ბოლომდე გადადება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას გამგებლობის ქვეშ იყო და ხელისუფლებას არ აწყობდა ამ შემთხვევაში მემკვიდრეობაში მაქვს ერთად კრემლი, რომ ამ ფორმით ჩატარებული იყო არჩევნები. იმისთვის რომ ამის შესახებ ვისაუბროთ, უნდა შევეხოთ მოცემულობას, რა მოცემულობა იმ ვითარებაში და რა ინტერესი აქვს კრემლს. ამ შემთხვევაში გარბაჩოვს. გარბაჩოვი როგორც გამომხატებელია ხელმძღვანელი მაშინდელი სახელმწიფოსი, რომელმაც 99 წელს დეკემბერში მალტაზე ამერიკის პრეზიდენტ მამა ბუშთან შეაცახა თავისი პოლიტიკური საქმიანობის დეტალები და მიიღო თანხმობა მისგან, მხარდაჭერის თანხმობა მიიღო და შესაბამისად გარბაჩოვმა უარი თქვა ფორმულირება იყო ასეთი საერთაშორისო ურთიერთობებში იდეოლოგიური ასე ვთქვათ სულისკვეთებაზე.
ანუ ეს იმას ნიშნავდა, რომ ის აღარ მიეხმარებოდა აღმოსავლეთ ევროპის და სხვა რეგიონების კომუნისტურ პარტიებს, ანუ რაც ჩვენ ენაზე ნიშნავდა იმას, რომ მან დაცმო აღმოსავლეთ ევროპა. მან უარი განაცხადა სხვა რეგიონებში, აფრიკა იქნებოდა, ლათინური ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, რომ უკვე იდეოლოგიურ მექანიზმებით აღარ მოხდებოდა, ასე ვთქვათ, კავშირებით აღარ მოხდებოდა პოლიტიკის კომუნისტური პარტიის იდეოლოგიით გამართლებული ურთიერთობებზე აღარ იქნებოდა საერთაშორისო ურთიერთობები დაფუძნებული. რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს სოციალისტური ქვეყნები უკვე თავისუფალ ცურვაში გადადიოდა და დასავლეთს ეძლეოდა საშუალება უფრო ფართო კონტაქტების და ბუნებრივი ადგილობრივი რეჟიმებს, რომელიც ამ ქვეყნებში იყო, იქ ჩაუშესკო ცალკე იქნებოდა თუ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკას ჰონეკერი და იქ უნგრეთში ეს ძველი კომუნისტური ნომენკლატურა ფაქტობრივად დარჩა პატრონის გარეშე და იქ წავიდა უკვე დამოუკიდებელი პროცესები, მათ შორის ჩეხეთი იქნებოდა თუ პოლონეთი თუ ასე შემდეგ. ხოლო მიიღო მხარდაჭერა იმაზე, რომ როგორც მაშინ იყო სოციალიზმი ადამიანური სახით დამკვიდრდებოდა საბჭოთა კავშირში და მოხდებოდა საბჭოთა კავშირის რეფორმირება, მოხდებოდა განახლება, სამართლებრივი განახლება საბჭოთა კავშირის, საბჭოთა კავშირი უარს იტყოდა თავის წარსულზე და დაგმობდა თავის წარსულს და ახალი კონფიგურაციით ჩამოყალიბდებოდა საბჭოთა კავშირი. აი ამ მხარდაჭერის გეგმაზე, როცა მიიღო ამ გეგმაზე, გარბაჩოვმა დაიწყო ამის შესრულება და შესაბამისად წავიდა საბჭოთა კავშირის 15-ვე რესპუბლიკაში ერთი და იგივე პროცესი. თუ კი მანამდე პროცესები სხვადასხვანაირად ვითარდებოდა, ბავშვად ბალტიაში და საქართველოში ეროვნული მოძრაობის სიძლიერის გამო ცოტა აქტიური ტემპები იყო, სიჩქარე სხვადასხვა იყო, ბავშვად ცენტრალურ აზიაში საერთოდ არაფერი არ იყო, აზერბაიჯანში საერთოდ არ იყო ეროვნული მოძრაობა, უკრაინაში, მოლდოვაში ძალიან, უკრაინის განსაკუთრებით დასავლეთ ნაწილში, მოლდოვა, ბელარუსში რაიმე მნიშვნელოვანი ძვრები არ მიმდინარეობდა. აი 99 წლის ბოლოს, ანუ 90 წლის დასაწყისში დაიწყო თითქმის ერთი და იგივე პროცესი ყველა 15-ვე რესპუბლიკაში, წავიდა სუვერენიტეტის გამოცხადება, მათ შორის საქართველოს უმაღლესმა საბჭომ, ბატონი გივი გუმბარიძის ხელმძღვანელობით დააგმო საბჭოთა ანექსია. დააგმო ოკუპაცია 90 წლის 9 მარტის დადგენილებით ეს მოხდა ყველა ქვეყანაში და გამოაცხადა სუვერენიტეტი. ყველა რესპუბლიკამ გამოაცხადა სუვერენიტეტი, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ როდის და როგორ, ბუნებრივია ამ საქმეში ბალტიელები წინ იყვნენ, შემდეგ ჩვენ, მაგრამ უკვე ერთი და იგივე პროცესია. ერთი და იგივე პროცესია შეიქმნა ნახევრად ლეგალური ყველა რესპუბლიკაში, ნახევრად ლეგალური საზოგადოებრივი პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც ასე ვთქვათ, ნებართვას გებულობდნენ მთავრობისგან. მაშინ რეგისტრაცია, საზოგადოებრივი პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია ხდებოდა მთავრობის დონეზე და იურიდიულ პირად ამ სხვადასხვა რესპუბლიკაში მრავალი ასეთი ორგანიზაცია გამოცხადდა, როგორიც იყო ბავშვთა ჩვენთან რუსთაველი საზოგადოება, როგორიც იყო სახალხო ფრონტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეროვნული მოძრაობის ძირძველ პოლიტიკურ ჯგუფებს, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა არ მიეცათ, იმიტომ რომ მინიმუმ რეგისტრაციაში არ გატარებდნენ და იურიდიულ პირად არ ცნობდნენ, რასაც მთელ რიგ რესპუბლიკებში მოყვა ეგრეთ წოდებული სახალხო ფრონტების წინაპლანზე საფრთხე შეიქმნა ყველა ყოფილ რესპუბლიკაში. საქართველოს აქტივად გამონაკლისი იყო, ძალიან დიდი ბრძოლები მიდიოდა, რომ სახალხო ფრონტი როგორც საერთო ეროვნული ერთიანი ორგანიზაცია შექმნილიყო. საქართველოში უბრალოდ თავიდან ხელისუფლება ყველანაირად ხას უჭერდა, იმიტომ რომ დირექტივა იყო მოსული,
ხოლო შემდეგ ნუზარ ნასალზე გახსნა ფრონტის ხელმძღვანელი უკვე ყოველგვარი ინტერესი დაკარგა და შესაბამისად სახალხო ფრონტის მიმართ არ ქონდა ხელისუფლებას ის დამოკიდებულება რაც სხვა რესპუბლიკებში ქონდათ. აქვე მინდა აღნიშნო რომ ეს პროცესი ცოტა აზრე დაიწყო და ამ ყოველივე თავისი სამართლებრივი პოლიტიკური იდეოლოგიური ბაზა ჭირდებოდა და შესაბამისად ეს ბაზა იქნა მომზადებული და მაგალითად იგივე უშიშროების სხვადასხვა ინსტიტუტებში ამ თემაზე მიდიოდა მსჯელობა მაგალითად მათ შორის ქართველის მონაწილეობდა ბორის ყურაშვილი, რომელიც გვინდა თუ არ გჭირდება სახალხო ფრონტი და ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ვილნიუსში და რიგაში კონფერენციებიც კი იმართებოდა, ასე უცებ კი არ მოსვლია ვინმეს თავში ეს ასე ვთქვათ საპილოტო პროგრამები გააკეთეს და როგორც წესი ხელისუფლებასთან დაკავშირებული, მაგრამ არაპარტ ნომენკლატურის წარმომადგენლები თითქმის ყველა რესპუბლიკაში, აი ბევრ რესპუბლიკაში, ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში, როცა ეს პროცესი დაიწყო, საერთოდ გაგვირებული დარჩნენ, იმიტომ რომ იქ ეხლა ასეთი მსგავსი მოქმედებებით სხვა ფორმები მიიღო. მაგრამ დანარჩენ რესპუბლიკებში წავიდა და ბუნებრივია, ყველგან შემდგომ ახალი არჩევნები ამ მოდელით გაიმართა და თითქმის ყველა რესპუბლიკაში მიიღეს თავისი შედეგი, რაც უნდოდა, აი საქართველოში შეიქმნა ძალიან სპეციფიკური სიტუაცია. შეიქმნა სპეციფიკური სიტუაცია, იმიტომ რომ მიუხედავად მათი მცდელობისა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ არეგისტრირებულ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ეროვნული მოძრაობის ყოფილი დისიდენტური მოძრაობის წარმომადგენლებს უჭერდა მხარს. თუ კი დავუშვათ იგივე ლიტვაში ბრაზაულმა რაკრია ლანdsbergisმა, რომელიც იყო ვილნიუსის კონსერვატორიის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე და ლიტვური საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოახერხა, რომ ჩადგომოდა სათავეში მოსახლეობის ბრძოლას თავისუფლებისათვის, ეს საქართველოში ვერ მოხერხდა. თანაც ამავე დროს წარმოიშვებოდა, არ რეგისტრირდებოდა, მაგრამ წარმოიშვებოდა ორგანიზაციები. ორგანიზაციები წარმოიშვებოდა. ახლა თან ლიტვას ცოტა სხვა მდგომარეობაც ჰქონდა, იმიტომ რომ ლიტვის დისიდენტური მოძრაობის წარმომადგენლების იგივე ცეკლავდივარ ბრაზაუსკასის და აი ამ ლანdsbergisის სახალხო ფრონტს ერთმანეთთან მეტნაკლებად საერთო მიზნები ამოძრავებდა და ესტონეთში საერთოდ თანამშრომლობდნენ, საკმაოდ ჭიდროდაც კი თანამშრომლობდნენ და აი ეს ასე ტკივნეულად არ აღიქმებოდა. მაშინ როდესაც საქართველოში კომუნისტურმა ხელისუფლებამ თავისი სახელით ვერ მოახერხა ეს თანამშრომლობა. ვერ გადადგა ის ნაბიჯები, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებდა მათ კეთილი ტრანსფორმაციაში. დაუშვათ იგივე შუშკევიჩი ბელორუსიაში თუ კრავჩუკი უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ ნომენკლატურის წარმომადგენლები იყვნენ, მათ ეს ბელორუსულ საზოგადოებას ეს დაანახეს, ასე ვთქვათ და იქ შედარებით მარტივად წავიდა. საქართველოში ეს ვერ აიღო იმის, რაც სცადა გუმბარიძემ, რა ასე ვთქვათ, ნაციონალისტური გადაწყვეტილებები არ მიიღო, რომელსაც ყოველთვის ძალიან ცუდი შედეგები მოყვა. შემდგომ ერთ-ერთი მათგანი, რომ დავასახელოთ თუნდაც ის, რომ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის განმტკიცების მიღებულ გადაწყვეტილებას მოყვა ისაც დაწერილდა შემდეგ ცხინვალში და ეს ძალიან ცნობილი 99 წლის 23 ნოემბრის პროვოკაცია, რომელიც განხორციელდა და საიდანაც ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ოსურმა სეპარატიზმმა ძალიან სერიოზული მუხტი მიიღო და ასე შემდეგ დამთავრებული იგივე ქვემო ქართლში მიმდინარე პროცესებით და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ მოახერხა.
ვერ მოახერხა ვერც რუსთაველის საზოგადოება მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ავტორიტეტული ლიდერი იყო აკაკი ბაქრაძე პიროვნულად ვერ მოახერხა და მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმრავლესობა აქტიური ადამიანები მაინც ჯერ კიდევ ეგრეთ წოდებულის უწოდებენ მაინც იმიტომ რომ საზოგადოება შეიძლება ამ კუთხე აი რადიკალებს რო ეძახდნენ აი იმათი გავლენის ქვეშ იყო და იგივე სახალხო ფრონტში როცა ტარდებოდა არჩევნები ამ განწყობის გამო აირჩიეს ნოდარ-ნაცვალზე ამ განწყობის გამო აირჩიეს იმიტომ რომ სხვა კანდიდატები რომლებიც იქ იყვნენ სახალხო ფრონტის თავმჯდომარეებად და წარდგენილი ისინი ასე თქვათ ნომენკლატურასთან უფრო ახლოს დგომი ადამიანები იყვნენ და შესაბამისად მასალ ძირითადად განწყობილი იყო აქტიური მოქმედებისკენ და აი სახალხო ფრონტიშიც კი ვერ გაიყვანეს ხელისუფლებამ თავისი კანდიდატურა აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ თვალსწინები 27 მარტს იყო და 25 მარტს აღარ მახსოვს ზუსტად 25 მარტს მეგონი დანიშნული არჩევნები ნუ შედეგი უკვე წინასწარვე იყო ცნობილი წინასწარვე იყო ცნობილი იმიტომ რომ საქართველოს ეროვნული მოძრაობის დისიდენტური მოძრაობის გარკვეული ნაწილი გარკვეული ძალიანად უმეტესობა ამ არჩევნებში არ გებულობდნენ მონაწილეობას ეს ერთი მეორე მომენტი ძირითადად ვინც არ უნდა გასულიყო იმ პარლამენტში ისინი ვერ გახდებოდნენ მოსახლეობის უმრავლესობის წარმომადგენლები. ის რაც მოხდა ბალტიაში, უკრაინაში, ჩვენთან ეს შეუძლებელი იქნებოდა, ამას თვითონაც ვცნობდნენ და აღმოჩნდებოდა რა, მიიღებდნენ ნახევრად კომუნისტურ უმაღლეს საბჭოს, თუნდაც მათ შორის აკაკი ბაქრაძეს რო გავხსნარიყო თავმჯდომარე პარლამენტის ან ნოდარ-ნაცვალზე, თუნდაც ასეთი მიიღებდნენ იმას, რომ ჯერ ესეთი როგორი საკონტროლებელი იყო ნოდარ-ნაცვალზე ახლა უმრავლესობით ეს ერთი და მეორე დანარჩენი ნომენკლატურა ვინც იქნებოდა იმ გეგმებსაც გარბაჩოვის მას შედიოდა რა ქვია ინტერესებში ვერ განხორციელდებოდა მოსახლეობის ძირითადი ნაწილი განერჩებოდა ესე პოლიტიკური სპექტრის ძირითადი ნაწილი რეალ ფაქტობრივ დე ფაქტო რეალური ნაწილი რჩებოდა გარეთ და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი რჩებოდა გარეთ და მივიღებდით ზუსტად იმ ორგანოს რაც არის ასე ვთქვათ დაპყრობილი ქვეყნის თვითმმართველი ორგანო რომელიც ვერ იქნებოდა პოლიტიკური პროცესების იქნებოდა იგივე კომუნისტური პარტიის დომინანტით, უღოთ კარიკატურული ფორმით და ნუ ამას აზრი არ ქონდა თვითონაც მიხვდნენ ამას. და ამ პროცესში თქვენ რატომ არ გებულობთ? ჩვენ არ გებულობთ ჯერ ესეთი გრამოდენიმე თემა იურიდიული სტატუსის გამო. იურიდიული სტატუსის გამო, მორალური და პრაგმატული სტატუსის გამო. აქ ერთი მხრივ რომ მონაწილეობის მიღება ნიშნავდა იმას, რომ შენ აღიარებ ოკუპაციას. სუფთა ის არის იმიტომ რომ ის ხალხი ეს არის ის ორგანო იმ კონსტიტუციის საფუძველზე არჩეული, რომელიც იყო სწორედ ოკუპაციის და ანექსიის ორგანო. რომელიც თვითონ აღიარებს. მარიონეტული პარლამენტი თვითონ რო აღიარებს, ეს იყო ოკუპაციის შედეგად შექმნილი ორგანო. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი მორალური მხარე, იმიტომ რომ მაშინ ის გმირები, რომელიც შეეწერა და კოტე აფხაზზე რომ საუბრობთ და 20 წლის აჯანყება იქნებოდა თუ სხვა აჯანყებები იქნებოდა თუ ის დისიდენტები, მაშინ რა გამოდის, რომ ეს ადამიანები ყველას იბრძოდნენ, ყველას აღვარეს სისხლი. და მესამე, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ეს იყო სულ პრაგმატული გადაწყვეტილება. ჩვენ ხომ ვიცოდით და აი მარტივად შეიძლება ნებისმიერ ვკითხოთ, რომ და ამაზე სერიოზული კვლევებია და სერიოზული ნაშრომებია და იგივე ჩვენი ძველი პოლიტიკური ლიდერების ნაშრომებშია, რომ იმპერიიდან გამოყოფის შესაძლებლობა არ არსებობს. აქ ორი კონცეფცია რა. ესე იგი, დავუშვათ იგივე ჩვენთან ნოდარ-ნაცვალ არ თქმა უნდა ამ კონცეფციას აქვს არსებობის უფლება, რომ არის შესაძლებლობა იმპერიიდან გამოყოფის. ჩვენ აი ეს შესაძლებლობა არ მიგვაჩნდა, რომ რეალისტურია. რომ იმპერია უნდა დაინგრეს და ამ ნანგრევის საფუძველზე, როგორც 1918 წელს
მივიღეთ დამოუკიდებლობა, ასე უნდა მივიღოთ დამოუკიდებლობა. ჩვენი ამოცანა რა არის? ჩვენი ამოცანა არის მოვემზადოთ ამ დანგრევისთვის, რომ ამ დანგრევებში ჩვენც არ აღმოჩნდეთ. და მეორე პოზიცია ამბობს, რომ ჩვენ შიგნიდან დავანგრიოთ ზეძლევა შანსი. ხო, გეძლევა შანსი, რაც ნუ აბსურდულად მიგვაჩნდა ჩვენ და ფაქტობრივად სვიადგამსახურდია ამ დროს რა პოზიცია? სვიადგამსახურდია და ჩვენ გვაქვს ერთნაირი პოზიცია. ესე მარტის მარტის არჩევნებში ამის ნათელი დადასტურებაა, რომ 15 მარტს ფილარმონიაში გაიმართა კონფერენცია, ეროვნული მოძრაობის კონფერენცია, რომელშიც ყველანი ღებულობდით მონაწილეობას და გამოსახულია იყო ყველაზე უფრო მეტად რადიკალური, რომელიც ამბობდა, რომ საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობის მიღება ის არის დანაშაული. იყო მეორე პოზიცია დაუშვათ, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ კი ბატონო შეიძლება იქაც მიიღო მონაწილეობა და აქაც მიიღო მონაწილეობა, ასე ვთქვათ, ეს გადასაწყვეტია თქვენი, პირადად ჩვენ გვაჩნდა რომ არ უნდა მიგვეღო მონაწილეობა. ეს ორი კონფლიქტი მოხდა გამსახურდზე ნათაზეს შორის ნათაზი გაგროვება დატოვა კონფერენცია, მას თავისი არგუმენტი ჰქონდა და ეს არგუმენტი ნუ მას ასე მიაჩნდა. მას ასე მიაჩნდა და ფიქრობდა იმას, რომ რადგანაც წინა მოწვევის პარლამენტში უმაღლეს საბჭოში უფრო სწორად კომუნისტებმა გამოთავისუფლებული დეპუტატის ადგილზე ნოთა ნადაძის არჩევას არ შეუშალეს ხელი და შემდეგ ბევრი რამე მისი ხედვებისა გაიზიარეს, ეს თვლიდა რომ აღმავალი ხაზით რეფორმაცია შეიძლებოდა და ახლა ჩვენი წარსული და ჩვენი პოლიტიკური ხედვა ამ რეფორმაციას აღიწყალისწინებდა და რომ საბჭოთა სისტემის რეფორმა შეუძლებელია, ამაში ჩვენ კაცრად ვიყავით დარწმუნებული და შესაბამისად ცხოვრებამ დაადასტურა პოზიცია ვინოგორი და ბალტია, იმიტომ კი არ გასულა რომ ბალტიის საპარლამენტო გზაზე იდგა. ბალტია იმიტომ გავიდა და ერთდროულად გავიდა სულ ყველა სამშვიდობო კავშირის დაშლის შედეგად. ბალტია გავიდა იმიტომ რომ დაიშალა სამშვიდობო კავშირი და ბალტია უფრო მომზადებული შეხვდა ამ პროცესს, დასავლეთთან შესაბამისად დამუშავებაც იყო და ამ გადანაწილების დროს აღმოჩნდა დასავლურ ბანაკში. დასავლურ ბანაკში არ ფარველობის ქვეშ. მაშინ ერთად საქართველოს აღმოჩნდა აქეთ რუსულ ბანაკში და ეს არა იმიტომ რომ ბალტიური გზა ან საპარლამენტო ცხოვრების გზა იყო, არამედ ამ გადანაწილების დროს ჩვენ გქონდა შანსი მომზადებული ყავით ისე რომ თუ მანდამაინც ფარველობის ქვეშ არ აღმოჩნდებოდი დასავლეთის საწყისი პოზიცია, სასტარტო პოზიცია უკეთესი გქონოდა, მაგრამ აი ამ შიდა ჭრილში ჩვენი შანსი ხელიდან გაუშვია. აქ არის რამოდენიმე საკითხი, ისეთ რომელიც ალბათ კითხვა, რომელსაც შეიძლება ჭირდება აუცილებლად პასუხი. ერთი, ეს კონცეფცია, რომ ჩვენ არ მონაწილეობთ საპარლამენტო არჩევნებში, იმიტომ რომ ეს არის საბჭოთა კავშირის პარლამენტი, ამიტომ ეროვნული მოძრაობის მიზნების მისაღწევად სწორი საჭიროა მის პარალელურად რაღაცას არსებობა. კი. თუმცა არსებობდა მეორე შეიძლება იყოს შიგნით და იყო აქაც. კი, ასეთი არსებობდა. ეს იყო ჩვეულებრივი დისკუსია, მაგრამ რაღაცა მოხდა ერთი პატარა ინციდენტი. არა, მე აი ამას გავამხარებ, მესამე მხარე, პრაგმატული მხარე ბოლომდე არ მithkomს და მინდა რომ აყურებელმა ეს იცოდეს. ეს დავა კი მიდის, რომ გამოყოფა თუ საბჭოთა იმპერიის დაშლის შედეგად მიღებული დამოუკიდებლობა, მაგრამ დაშლა ხო გარანტირებული არ არა. რა შეუძლია დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე გააკეთოს იმპერია. აი, უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ თეორიულად, აი რა მექანიზმები აქვს მოსკოვს საქართველოს დამოუკიდებლობის თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე გზის შემაფერხებლად. და ამ თემაზე როცა ვსაუბრობდით, რუსეთს მიუხედავად იმისა, რომ კი ასე ვთქვათ, დასავლეთთან წააგო, მაგრამ რესურსი ჯერ კიდევ მქონდა. და რა იყო ეს რესურსი? ეს რესურსი იყო უპირველეს ყოვლისა პირველი ეთნიკური პრობლემების წარმოქმნა. როდესაც ჩვენ გვაქვს ავტონომიები, როდესაც ჩვენ გვაქვს კომპაქტურად განსახლებული მოსახლეობა, როდესაც უშიშროების სისტემა ამ რეგიონებს აკონტროლებს, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, იგივე თუნდაც აჭარაში სასაზღვრო ზოლი იყო. და აჭარის
აწკურში ერთი შლაგბაუმი იყო და გონიოში მეორეს დღევანდელი მოცემულობა შეიძლება ახალგაზრდას არ ახსოვს საშფი გჭირდებოდა ვიზა ასულიყავი ვიზა ადიგენში ახალციხეში ახალქალაქში ეს როდესაც გონიოში უნდა სარბში საბანაოდ რო ჩავდივარ მაშინ ვერ ჩახვიდოდი სარბში ასე იმიტომ რომ იქ სასაზღვრო ზონა იყო და საშფების სისტემა იყო და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ძალიან ბევრი თანამშრომლობდა და მიმული იყო უშიშროების სისტემაზე რომ ნებისმიერი უცხო ადამიანის გადაადგილება იქ საფრთხის შემცველი იყო იმიტომ რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მუშაობდა სწორედ მიფული იყო უშიშროებაზე და იქ სხვა გარემო იყო დღევანდელი მოცემულობით ამას ბარძიაში მაგალითად ვერ ჩახვიდოდი თუ სპეციალურ საშს არ აიღებდი არ გააფორმებდი უშიშროებაში სასამართლო დეპარტამენტში ჯარებში სპეციალური სამსახური იყო და ასეთ შემთხვევაში აიღებდი საშს თუ არ ცხოვრობდი იმ რეგიონში სხვა შორის ძალიან საინტერესო იყო მომენტი რომ ეს დავიწყებულია ახლა ეს დავიწყებულია და დავიწყებულია ეს რომ მისი უწმინდესობა თბილისიდან გადაეწერა ფოკაში რომ მას ქონოდა საშუალება ფოკაში მონასტრის გაკეთების და ოფიციალურად ჩაწერილი იყო ფოკაში შემდეგ სამი მოლდაველი მონაზონი იყო მასთან ერთად ეს მონაზონი ოფიციალურად იშვილას ჩაწერა იქ და ფოკას მონასტერი გააკეთა და ის დღეს რომ ჯავახეთში 35 წელი სრულდება აი ამ დიდი მსახურებისა სწორედ აი მისი უწმინდესობის აი მანამდე ჩადებული ღვაწლის შედეგია აი ამიტომ ეთნიკური პრობლემები ბუნებრივი მეორე საკითხი ეხლა ბატონო მაგა ბოდიში გაგაწოდეთ სულ რამოდენიმე დღის წინ აი YouTube-ის სოციალურ ქსელში გაჩნდა საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთის პოზირების ინტერვიუ, რომელსაც ეს საკითხი პირდაპირ ახსნა. ახლა დღეს ბევრი რამე ჩვენ შეგვიძლია ჩვენ ახლა მაყურებელს და მსმენელს ვესაუბრებით არა დღევანდელი დანახული, არა მაშინ როგორ ჩანდა მოვლენები, მაგრამ დღეს ბევრი არგუმენტი გვაქვს. თქვათ რომ გავუშვათ რა იყო შეცდომა, რა არ იყო შეცდომა, ეს სხვა თემა. ახლა ჩვენ გვაინტერესებს მაშინ როგორ ვითარდებოდა ბუნებრივად პროცესები და პოზიციები დღეს გამოდის, აბსოლუტურად აცხადებს რომ საქართველოსათვის სამაჩაბლო საკითხები, აფხაზეთის საკითხები, ეს იყო დასჯადი, გახორციელებული კრემლის და უშიშროების სამსახურის მიერ სქემა გახორციელებული და იქ მოყავს სხვათა შორის პირადი შეფასებას არძიბასი, რადისლავ არძიბასის, რომელიც იყო ინტელიგენტი კაცი, რომელიც მუშაობდა მოსკოვში მის მეუღლესთან ერთად, მათ საუბარში მოსკოვური აქცენტი იყო რუსულში. და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენება დაუშვათ როდესაც ჩვენ ვეძებდით ან არგუმენტებით ამას უთითებდით აი ახლა არის პირდაპირ ჩვენება ადამიანს რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში და იქ ვისაც აქვს ყველას აქვს საშუალება ეს ნახოს მისი როლი გრაჩოვის როლი იარაღის როლი იარაღის როლი როგორ მოხდა იქ აფხაზების შეიარაღება ქართველების განიარაღება და ამ ორი ერის ერთმანეთზე წაგიდება და ჩვენ ეს დღეს უბრალოდ არგუმენტები შეგვიძლია ვთქვა და მაშინ ამას ანალიზით ვამბობთ იმიტომ რომ 1920 წელს როდესაც როსტოვში კავბიუროს ბოლშევიკების ორგანოს მიერ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, სადაც ეწერა აბუსტროიც ოლქი, ეს 20 ჯერ საქართველოს დამოუკიდებელია. 21 წელი შემოვიდნენ თუ არა დაიწყეს ამ ოლქის შექმნა ხელოვნურად და რატომ? იმიტომ რომ ოდესღაც თუ საქართველოს დააყენებს დამოუკიდებლობის საკითხს, რომ აქ უკვე ბაზა ქონოდა. პოლიტიკურიც, სამხედროს, ეკონომიურიც და ასე შემდეგ. იგივე აფხაზეთში, იგივე რეგიონებში მაქსიმალურად ხდებოდა, აი მაგალითად იგივე რო ავიღოთ ახალქალაქის სამხედრო ბაზაზე, აი სოციალურად, ეკონომიურად, ეგზისტენციალურად იყო მიბოლი ახალქალაქის ომეღი მოსახლეობა. ბუნებრივია, ხო? განა იმიტომ რომ საქართველოს წინააღმდეგ უნდა ვინმეს გამოსვლა, მაგრამ ბუნებრივია იკვებებოდა ამით, ისე როგორც აფხაზეთში სასიცოცხლო ინტერესი იყო კავშირში. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე ეს მექანიზმი. მეორე მექანიზმი კიდე აგენტურა.
რომელიც იყო დღეს ჩვენ ისევ ლაპარაკობთ თითქოს დაიშალა საბჭოთა კავშირი და მეორე დღეს ყველამ გავიღვიძეთ თავისუფლების დროში. არა ბატონებო, ის ხალხი ის 100,000-ობით ადამიანი, რომელიც ვალდებულებით იდგა, ის როგორ მოიქცეოდა იმ კონკრეტულ მომენტში, ჩვენ ამის გათვლა მაშინ შეუძლებელი იყო ჩვენი მხრიდან. დღეს შევხედოთ რბილძალას, როგორ იქცევა რუსეთის საქართველოში თუ აღმოსავლეთ ევროპაშიც კი. ამიტომ ესეც გასათვალისწინებელი. ეს ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ ფაქტობრივად ყველა რესპუბლიკაში მოხდა კომუნისტური პარტიის მმართველობის ჩანაცვლება იგივე კომუნისტური პარტიის ნაწილით, მაგრამ უშიშროების სამსახურებაში განფენილი კომუნისტებში და თქვენ რომ ამბობთ, თანაც გუმბარიძე იყო უშიშროების ხელმძღვანელი და ჩვენთან ეს პროცესები ცოტა ხომ უფრო ადრე არ წავიდა, იმიტომ რომ ეს პროცესები არ შეჩერებულა. უშიშროების მიერ ხელისუფლების აღება ეს ძალიან საინტერესო თემაა, ბატონო მიხეილი და ამას ცალკე გადაცემას თუ მიუძღვნით. ძალიან კარგი. ახლა პარტიის ამბავს. ისევ ბრუნდები. შემდეგ დგება საბჭოთა კავშირის რღვევის შედეგად წარმოქმნილი ბუნებრივი, ეკონომიური და სოციალური პრობლემები. როდესაც იგივე საქართველოში არსებულ მსხვილ ხალხებს ნედლეული რუსეთიდან მოაქვს, სხვა რესპუბლიკებიდან მოაქვს, ჩვენი ნახევარპროდუქტები გადის სხვა რესპუბლიკებში. ანუ ესეც იყო საბჭოთა კავშირის დროს ეგრეთ წოდებული შეგნებულად ჩადებული კომპლექსის, როდესაც შეიძლებოდა ყოფილიყო ქუჩის ერთ მხარეს ერთი ქარხანა, მეორე მხარეს მეორე ქარხანა, რომელთაც შეეძლო თავისი პროდუქტებით ერთმანეთი მოემარაგებინათ, მაგრამ არა. ქუჩის ერთ მხარეს კავშირში იყო დაუშვათ ციმბირის რომელიღაცა ქარხანასთან, მეორე მხარეს კავშირში იყო ბაქოში ან შუა აზიის. ანუ იყო დაკსაქსული სპეციალურად ეს. ჩვენ ყოფილიყო კონცენტრირებული დასრულებული ციკლი. ზეგი, აქ ამ და სხვა მრავალი მიზეზები კიდევ გამომდინარე აქედან, რაც ბუნებრივია, ჩვენ ვიყავით აქ გასათვალისწინებელი ის, რომ მოსკოვის დაფინანსებაზე ბიუჯეტი ხო მოსკოვიდან იყო. ბიუჯეტი მოსკოვიდან მოდიოდა და ფული მაგნეტის გასაგებად ზონა აღარ ქრია ამას. ამით ცხოვრობდით. ანუ ისი თქმა მინდა, მრავალი ბერკეტი ქონდა მოსკოვს იმისთვის, რომ მათ პრობლემები შეექმნა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები მარტამდე ყველანი თვლით როგორ რაღაცას, რომ დღეს ჩვენი მოსვლა ხელისუფლებაში ავტომატურად გამოიწვევს ამ მექანიზმების ამუშავებას. ეს იქნება ობიექტური პრობლემები, მაგრამ ეს ობიექტური პრობლემები მოსახლეობის თვალში სუბიექტურად მოგვეწერება ჩვენ. აქედან გამომდინარე შეიძლება გაფერმენტდეს იდეა თვითონ დამოუკიდებლობის და თავისუფლების. ამიტომ სანამ საბჭოთა კავშირს აქვს ეს ბერკეტები და აქ დაუშვათ იგივე ჯარის საკითხი და ასე შემდეგ მრავალი კიდევ სხვა თემა, მოდი ჩვენ შევქმნათ სალკე ორგანო, იმიტომ რომ ეროვნულ მოძრაობაზე ჭირდებოდა კოორდინაცია. მოდი ჩვენ აქ შევქმნათ პოლიტიკური ორგანო და როგორც საქართველოს უმაღლესი საბჭო იყოს ასე ვთქვათ ოკუპაციის თვითმმართველობითი ორგანო, კი ბატონო, პასუხისმგებელი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე მან აიღოს პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ნაწილში. პოლიტიკურ ნაწილი ჩვენ ავიღოთ ზუსტად ისევე, როგორც 1917 წელს 19 ნოემბერს შეიკრიბა ეროვნული წრილობა და ეროვნულ წრილობაზე შეიქმნა ეროვნული საბჭო. მაშინაც იყო ჩვენ ჰაერიდან კი არ მოქონდა ეს საკითხები საერთოდ საუბრობს. მაშინაც ეროვნული დემოკრატები როცა ითხოვდნენ რომ გავაკეთოთ ეროვნული საბჭო, სოციალ-დემოკრატები უარს აცხადებდნენ ამაზე და სოციალ-დემოკრატები მონაწილეობდნენ ეგრეთ წოდებულ ოზაკომში, რომელიც იყო დროებითი მთავრობის მმართველი ორგანო ადგილი. ამერიკას კომისარიატი ერქვა, მერე განსაკუთრებული კომისია ერქვა. აი ეს დავა თითქოს 100 წლის შემდეგ, უბრალოდ 70 წლის შემდეგ ხელახლა გაცხოველდა საქართველოში. და ჩვენ იმ არგუმენტებით ვსარგებლობდით, რომელი არგუმენტებიც მაშინ ქონდა. და კოტი აბხაზი რომ ახსენეთ, კოტი აბხაზის
აფხაზმა გამოიყენა ყველაფერი ჟორდანია რო არ მოდიოდა ეროვნულ საბჭოს სათანადო თავადაზნაურობის მარშალი იყო კოსტე აფხაზი და თავადაზნაურობის ქონება რო არ დაიკარგოს თუ აქ ორგანო შეიქმნება იმას რა ქვია მიცემოდა იგივე კახეთის კინიზის აქციები და მრავალი რაკითხვის საზოგადოება ბანკი ესენი ყველაფერი ეს გახდა რაც ხონდა გადასცეს პირველ დასარტყმელი აი ეს გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ბაზა ანუ ჩვენს უკვე გავლილი გვაქვს 70 წლის წინ ამიტომ ხელახლა მივდიოდით იგივე გზაზე ჩვენ ხო ვიცოდით პიროგედიას ნათავაჩნაძის შვების რეზო გაბაშვილის შვების მონაცე ივანე ჯავახიშვილის მიხეილ ჯავახიშვილის და შვების ოგიშაიშვილი რომელი ერთი ჩამოვთვალო რა ამათი ხედვები ამათი დამოკიდებულებაავლეინგოროყვას მაშინდელი პერიპეტიები და ასე შემდეგ აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ მოდი საბჭოთა არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას ანუ ნუც მორალურად ნუც სამართლებრივად ნუც სოციალურად ნუც ეკონომიკურად მივცეთ საშუალებას ნურავის რომ აამუშავოს მოსკოვმა თავისი ბერკეტები რაც მოსახლეობათა პასუხისმგებელი გახდეთ ამ ყოველივეზე და რომელიც ამ პერიოდში უკვე 88 წლიდან 99 წლიდან უკვე ტენდენცია ეკონომიკის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების იმ დროინდელი ადამიანებისათვის უკვე იყო შესაძლებელი. უკვე შესაძლებელია ჩვენ გავიწყდება სხვა შორის დღეს რომ ნოსტალგია აქვს საბჭოთა კავშირის მიმართ 80-იანის წლების დასაწყისში კარაქი, ჟაქარი ტალონებზე იყო. ეს ნოსტალგია მე მგონი მატერიალურს არა რაღაცა ფსიქოლოგიურია. ფსიქოლოგიურია, იმიტომ რომ აი ეს არის ბილიზალის შედეგი. აი მუშაობის შედეგი. აი აგენტურის ვადაჟორის მეორე დღეს რომ ვითომ წესიერი ადამიანები გახდნენ. იმათი ფარული მოქმედების შედეგი. რომ რა კარგი იყო მაშინ ცხოვრება და გათვლილი ადამიანების იმ კატეგორიაზე რომელმაც აი 90-იანების დასაწყისში აი ეს რაც დატრიალდა ყველაფერი ეროვნულ მთავრობაზე შეახოცინეს ხელი იმიტომ ერთ დროს ეროვნულ მოძრაობაში ყოფნის ის გახდა ნეგატივი გადავიდა ნეგატივში სხვადასხვა სახელებით იმიტომ რომ იდენტიფიცირდა არა ჰეროიკასთან, არა იდეასთან, თავისუფლებასთან, არამედ ის იდენტიფიცირდა ყაჩაღთან, იდენტიფიცირდა ეკონომიკურ გაჩერებასთან, ფაბრიკების გაჩერებასთან, ფაბრიკების უშუქობასთან და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ რადგანაც ეს წინასწარვე იყო ცნობილი რა შეიძლება მოხდარიყო, სწორედ ამიტომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ არანაირ საბჭოთა არჩევნებში ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას, შევიდეს იქ ნომენკლატურა, შევიდეს ის ადამიანები, რომელსაც აქვს სურვილი, ვისაც აქვს სურვილი, შევიდეს, შიგნიდან მათი მუშაობ, გარედან ჩვენ ვიმუშავებთ და რაღაც ეტაპზე, გეგმა იყო ასეთი, რაღაც ეტაპზე ან ერთობლივად, როგორც დავაგრძელოთ ესტონეთში მოხდა. ეროვნული კონგრესმა და უმაღლესმა საბჭომ ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება ან პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ეროვნული საბჭო აიღებს თავის თავზე ძალაუფლებას და შესაბამისად ჩაუდგება უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას. ამ მარტის არჩევნების დროს ამ კონცეფციებში სხვადასხვა ვარიაციები ვთქვათ. ეროვნული მოძრაობა არის საერთო პლატფორმა. საერთო პლატფორმა დისკუსია არის შიგნით. ერთი გამოგვეთილი პოზიცია აქვს შიგნიდან დავანგრიოთ ეს ბატონ ნათაძის მიმართულებას. არა, ბატონ ნათაძის არა, დავუშვათ იგივე ჭავჭავაძის საზოგადოებაც, რომელიც ამბობს, არა, დანგრევაზე არ ამბობს. დავანგრიოთ მივაქციოთ რეფორმაცია მოახდინოთ. ის ამბობს როგორ რაღაცას, რა ბერკეტის გვაქვს, ის გამოვიხენოთ. მოგცეს ეს ტრიბუნა, გამოვიხენოთ. აი მისი ასე თქვა ხედვა, ასეთი იყო ხლა ამ ხედვაზე ასე თქვა ვერ იმასიზამ რა ყოველ შემთხვევაში საერთო კონსენსუსის რაღაცა არსებობდა, ხო? კი, ეს არსებობდა. ეხლა ის ძარღვი, თუმცა ისეთი მომენტია, ჩემს საკეთებელს და შენ საკეთებელს ჩვენი ზოგაჯობიაო. შესაბამისად, ჩვენ ამ ადამიან ოდარნაცაძეს თუ თამარ ჩხეიძეს თუ სხვებს ერთმანეთის მიმართ, ნუ შეიძლება პიროვნულად დაუშვათ გამსახურდიას და ჩხეიძეს, არ ქონდა კარგი ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ უმეტესი ერთმანეთს ვენდობოდით.
ჩვენ ერთმანეთი კრიტიკულ დღეებში გქონდა გამოცდილი და უბედურებებში და დარბებებში და ციხეებში გქონდა გამოცდილი. ამიტომ ჩვენ პატივს ვცემდით განსხვავებულ აზრს და ამ დროს ეროვნული მოძრაობის მაინც ძირითადი წარმომადგენლობის რაოდენობრივობა მაინც პატარაა, ხო? არა, ესე იგი როდის დაიწყო მან ისეთი აი თქვენგან უკონტროლო ზრდა? ესე იგი როგორი რაღაცა 9 აპრილის შემდეგ 9 აპრილი არ კონტროლო არ ყოფილა უბრალოდ ის იყო რომ წარმოიშვა ახალი რაღაცები წარმოიშებოდა უნივერსიტეტში სხვას რომელსაც ვისაც როგორ შეეძლო ისეთ ეროვნულს არქმევდა სახელს კი მაგრამ ამირზე მიდიოდა ზოგი ეკლესიებს პოლიტიკური ნაწილი რაც იყო რამოდენიმე პოლიტიკური ჯგუფი აქ თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა შექმნილ ვითარებას ამიტომ რაიმე ისეთი აქ რომ ნაკადები აქ არ არსებობდა შეიძლება ყველას ჰქონდა თავისი ადგილი მაგრამ იმდენად მაღლა იდგა პოლიტიკური სპექტრი ასე ვთქვათ პროცესებზე რომ იქ ასე ვთქვათ ვითარებას ფლობდა რო ვთქვათ ასე რა კარგი აი ამ სიტუაციაში შემდეგ წინა ერთ-ერთ გადაცემაში წავნიშნეთ ჩვენ რომ რაღაცა მომენტი იყო ექსცესი რომელიც გახდა აი ესეთი ნაპერწკალი იმისათვის რომ ბატონ ზვიად გამსახურდიას ალიბებიდან მისი განსხვავებული პოზიცია და აიღო სხვა კურსი, სხვა გეზი, არ ვიცი, სხვა მიმართულება. ეს იყო გამოწვეული რა კონფლიქტი იყო ეს, პროვოცირებული კონფლიქტი იყო, ორგანულად წარმოვიდა ეს კონფლიქტი, დაკავშირებული იყო ორი ძირითადი ეროვნულ მოძრაობაში თუ სამხედრო მიმართულებასთან ერთი თეთრი გიორგი მეორე მხედრიონი მის გაყოფასთან აი ეს პროცესები როგორ მოხდა აი რას როლა იყო რუსთაველზე უბრალოდ აი ასე უხეშად რო ჩამოვაყალიბო ეს კითხვა ესე იგი დამთავრდა ეროვნული კონფერენცია მარტის 15-16-ში 25 მარტს რა ქვია ხელისუფლებამ თვითონ ჩაშალა არჩევნები საჭირო არის ახალი კონფიგურაციით პოლიტიკური სპექტრის დალაგება ჩვენ ავირჩიეთ ეროვნული ფორუმი ამ ფორუმს უნდა მოეწვია ეროვნული ხილობა ეროვნულ ხილობაზე უნდა შექმნილიყო ეროვნული კონგრესი და ჩაგვეტარებინა არჩევნები ჩვენი გზა გქონდა ეს გზა ხელისუფლებისთვის იყო ყველაზე მიუღებელი იმიტომ რომ მაშინ მისი მიზანი მიუღწეველი ხდებოდა რა მაშინ მთლიანად პასუხისმგებლობა ყველა გვერდზე ისევ კომუნისტებს დაეკისრებოდა ამიტომ წავიდა ახალი კონფიგურაციის ძებნა ამ დროს სწორედ მოხდა ის სადღაც აპრილის თვეში უკვე თვითონ ეროვნულ ფორუმში შიგნით დაიწყო გამოვლინება იმ თითქოს პიროვნული შეუთანხმებლობის თუ შეუთავსებლობის რომელსაც მანამდეც ჰქონდა ადგილი მაგრამ ახლა დაიწყო გამოვლენა და შესაბამისად ამ გამოვლენას სჭირდებოდა რაღაცა ეროვნული, რაღაცა ემოციური, რაღაცა სამართლებრივი, რაღაცა ისეთი მუხტი, რომელიც იმ მომენტში გახსნებოდა ეროვნულ ლაკმუსი იმისთვის, რომ აი ეს იდეა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით, ეს იდეა გახლეშილიყო. აი ესეთი აღმოჩნდა სროლა რუსთაველზე ეროვნული ფორუმის მიმდინარეობის დროს ყოფითი ჩხუბი იქ ახლა ამ ბიჭებს შორის რომლებიც ორივე მხარე მეგობარი იყო ჩვენი ერთად გიწევდა ცხინვალში ყოფნა ერთად გიწევდა იქ ქურთაში რაღაც საკითხების მოგვარება რომლებიც ერთმანეთთან ვერ შეთავდნენ რაღაც საკითხებზე რომ ამ ორ პიროვნებას შორის მანამდე მოხდა კონფლიქტი შემდეგ ეს ადამიანები აღმოჩნდნენ შეეჩეხნენ ერთმანეთს რუსთაველზე იმიტომ რომ ფორუმი იქ იყო და ეს ორივენი მხედრიონის და თეთრი გიორგის ორივენი ფორუმის წევრები იყვნენ და ამიტომ ბუნებრივია იქ პოლიტიკური ცენტრი იქ იყო და იქ მოხდა სროლა სახელები, გვარები, ყველაფერი, ახლა ეს რომ არც ერთი მათგანი ჩვენთვის უცხო არ ყოფილა.
აი პერიოდში ისტორიისათვის თქვათ მაინც გვარები თუ არის ცნობილი თუ კი გვარები ცნობილია რომ გარდაცვლილები არიან ახლა და ამიტომ ამიტომაც ორივე როგორც ჯობია თუ თქვა ჯობია თქვა თუ ორივე მხარესთან არ თქვათ მაგრამ ეხლა თქვა ეს ამიტომ ცოცხლები არიან ძალიან ბევრი ცოცხლები არიან რომელიც იქ მონაწილეები ამ სროლისა რომ საინტერესო არის ერთი გარემოება რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი ესე ვთქვათ თქვია იქნა გასროლილი ფაქტობრივად დაჟილი არ ყოფილა არავინ როცა გამოვედით გარეთ ამ ბიჭებს ნუ რა ხდება როგორ არის რა ნუ ჯერ კიდევ იყო რა ის ფსიქოლოგია რომ ქართულს ხო გესროდი ყველა იძახს აერში ვისროლეო რა და ეს თეთრი გიორგი და მხედრიონი თავიდან ერთი იყო და მხედრიონი იყო მთლიანად და ნუ შემდეგ აიყვნენ ნუ საქართველოს როგორც ხდება ხოლმე შემდეგ გაიყვნენ და ნუ რაღაცა პიროვნული კონფლიქტი იყო ორ ადამიანს და ამ კონფლიქტმა თქვენ შორის ეს კონფლიქტი და ეს სროლა კამათი გაზარდა ეს სროლა გახდა საბაბი იმისა რომ რადგანაც მხედრიონი როგორც ორგანიზაცია იყო ფორუმის წევრი ნუ გამსახურდია განაცხადა რომ ამიტომ ის ვერ ხედავს მის ადგილს ეროვნულ ფორუმში და გამსახურდია გავიდა ეროვნული ფორუმიდან აი სროლა ამისთვის იყო საბაბი კიდევ მეორე მიუხედავად რომ გამოვედით შენობიდან რომ გამოვედით კოჭებამდე მასლები ეყარა რუსთაველზე რა ესეთი ის იყო კაცშვილი დაჭრილი არ იყო რამაც ბუნებრივი აღზრა ეჭვი რომ აქ გარდა იმისა რომ ამ ორ ადამიანს და მათ მომხრე ჯგუფებს შორის სროლას ნამდვილად ჰქონდა ადგილი სუფთა ყოფითი თემა ამის გარდა ეს ხوار იქნა გამოყენებული კიდე შემდეგ იყო წაქეზებული არა სხვისგან კიდევ დამატებით ხوار იყო რაღაცა ქმედებები განხორციელებული რომ შეიქმნა ასეთი კატასტროფული სურათი მაგრამ რუსთაველზე 5-10 წუთის განმავლობაში სროლა შემდეგ არავის არ იყო რუსთაველზე სროლა მე კი არ გვიკვირდა მაგრამ იმ დროს პირველი შემთხვევა იყო რა რაღაც ერთი ხელოვნურობის დაბეჭდილება დატოვა მიუხედავად იმისა რომ ეს ორი ადამიანს ერთმანეთთან კონფლიქტი ჰქონდა ჩვენ ამის შემდეგ უკვე გვალიმაგი და ხდება ამის მერე გადის პერიოდი სადაც 1-2 კვირა და მაისის დასაწყისში რა ქვია გამსახურდია აყალიბებს უკვე ახალ გაერთიანებას გვალიმაგი და რომელიც კურსი იღებს საბჭოური არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ამ გვალიმაგიდის შემადგენლობა მანამდე ფუნქციონირებს ცნობილი ჯგუფებია თუ ეს არის ეხლა მე მაგალითად ჩვენი ახლობელია თქვენი ჩემი აი მაგალითად ემზარ გოგუაძე რომელიც შემდეგ იყო ძალიან აქტიური მონაწილე გვალიმაგიდის და ძალიან დიდი ემზარ გოგუაძეს ხვების ახალგაზრდული ჯგუფები რომელიც რა ზუსტად რო გითხრათ რომ ფორუმის სუბიექტი იყო მეც კი ვერ ვიხსენებ მაგრამ შემდეგ პერიოდში უბრალოდ გვალმაგიდასთან თანამშრომლობდა იყო ეს ჯგუფი რომელმაც მერე მრავალპარტიული არჩევნების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო უნივერსიტეტში რასაც 5 წუთში გუმბარიძის მისვლა ხდია და შვილებო ოღონდ გაჩერდით და ჩვენ სათავარ და ნუ მთელი ეს რიგი სპექტაკლები რომელიც ძალიან ხელოვნურობის დაბეჭდილებასაც ტოვებდა ძალიან ემოციურიც იყო ძალიან ტყივნეულიც იყო იმიტომ რომ მეგობრები არ იყო სპექტაკლი და შეიძლება ბუნებრივად მიმდინარეობდა აი მაგი ახსენი იმ ორი ადამიანის ერთმანეთთან დაპირისპირება ეს იყო ბუნებრივი ყოფით ვიცოდით ამის შესახებ მანამდე რაღაცა მოხდა ეს მაგრამ ამის გამოყენება როგორ ხდება პოლიტიკურად ფორმას იძენს უკვე როდესაც გამსახურდია მე საბაბად მოიყვანა იმისთვის რომ დასულიყო ფორუმიდან ამან უკვე სხვა დატვირთვა მიიღო გადაიფარა ბევრი რამე ამ ყოველივეთი და ნუ გამსახურდიასთან ერთად იქ მე აღმოჩნდა სხვადასხვა ჯგუფები სახალხო ფრონტს გამოყოფილი ერთი ჯგუფი მონარქისტული პარტიიდან გამოყოფილი ერთი ჯგუფი ტრადიციონალისტები ხო აი მაგ ხედულობაში რა ერთი ჯგუფი შემდეგ მიემატა კოსტავას საზოგადოება და ნუ ჩამოყალიბდა გვალიმაგი და რომელსაც დაურჩა მისი ცურვა მისი გზა
უკვე შეიქმნა თვითონ აქეთ და მხარეს ეროვნული მოძრაობის მაგრამ ის ვინც ფორუმში იყო ის დარჩა ერთი ნაწილი ხო? ერთი ნაწილი დარჩა და შეიქმნა ორი ნაწილი. ორი უკვე ცენტრი. თუ კი მანამდე აი ამის გაგება აი ეს არის თავარი თუ კი მანამდე აქითა ეროვნული მოძრაობა იყო ერთიანი ისი ყველა წინააღმდეგობის ისი პალატინამდობის მიუხედავად თუ ხდებოდა კოორდინაცია კითხარის კიდევ დავუშვათ იგივე თამარჩხეიძე ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასთან არანაირი მიიღო მონაწილეობა მიიღო არანაირი პრობლემა არ არის კონგრესის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა თუ კი მანამდე კოორდინაცია ხდებოდა თუ კი შეიძლება პიროვნებებს ერთმანეთს მოწონდა არ მოწონდა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა ინსტიტუციონალურად ერთად ვიყავით აი აქ უკვე მოხდა ორი ბანაკად გაყოფა რამაც კიდევ მეორედ გამოიწვია ის რომ იქ მე რო წურბეხობა რო დარბოდა აგიტიკით იმად მისცა საშუალება რომ თავი წამოეყო და უკვე წავიდა რაოდენობა ვინ რამდენი დარჩა აქეთ რა ორგანიზაცია უკვე რაღაცა აი ამ ადამიანებს ავანტურისტებს მიეცა შესაძლებლობა რომ გამოთავისუფლებულ სივრცეში შესულიყვნენ და თავისი ძალიან ცუდი როლი ეთამაშათ თუმცა ეს რო წავიდა ეს მაინც რაღაცა გაჩნდა ორიგონი გვალი მაგიდა წავიდა საპარლამენტო არჩევნებს წავიდა უმაღლეს სამშობლოს არჩევნებზე თქვენ ამ არჩევნებს დეფინიციებს აქვს მნიშვნელობა უმაღლესი დიახ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე სხვანაირად ჭირს კი ამ პროცესში თქვენ უწევდით არ საარჩევნო პროცესში ოპონირებას კრიტიკებდით ეუბნებით ჩვენ არ უწევდით ნუ მიდიხარ ყოფილა ხო რაიმე წინააღმდეგობა დაუშვათ გვალი მაგიდის მიმართ ამ ფორუმის ხალხის დარჩენილი ფორუმის არა წინააღმდეგობა იყო იქიდან გამომდინარე რომ აი არჩევნების პროცესში არჩევნების პროცესში არა თვითონ ამ იდეოლოგიურ პროცესში იყო ეს დაპირისპირება წარმოიქმნა იმიტომ რომ ეროვნული მოძრაობის ერთი ნაწილი გადავიდა იქიდან მხარეს რომელსაც ერთობლივად ჩვენ მანამდე ვაკრიტიკებდით და გვალი მაგიდის გარდა მოხდა ახალ უმაღლეს საბჭოში მოხდა კიდევ ვინ არავინ კომუნისტები და გვალი მაგიდა და ნათაძე ეს ინდივიდუალურად მაჟორიტარულად ესეც ის იყო რა ქვია ერთ-ერთ ესე ზაკომიკური იყო ერთ-ერთ ოლქში გაიმარჯვა გვალი მაგიდის წარმომადგენელმა მაგრამ მრავალფეროვნებისათვის უარი თქვა მე სიით გავდივარო და ნათაძე გავიდა მეორე ტურში უკვე რა ქვია ნათაძე გავიდა პარლამენტში ეხლა პრობლემები რომელიც შემდეგ უზენაეს უმაღლეს საბჭოში მოხვედრილ გვალ მაგიდას არა მანამდე ემოციური ფონი შექმნა ის გოგოაძე ახსენოთ მანამდე მაისიდან სექტემბრამდე აქ არის უკვე როგორი მომენტი იცი არანაირი უკვე ლოგიკური აზრი აღარ არის არანაირი ანალიზი აღარ არის უკვე აი ამ გადაწყვეტილებით ამ გაყოფით დამთავრდა აი ჩვენ ახლა ლაპარაკობდით რომ ვიჯექით და ვშელობდით რას გააკეთებდა მოსკოვი დამოუკიდებლობის იდეის წინააღმდეგ ვშელობდით დაუშვათ ამაზე რას ამბობდა ჩვენი პოლიტიკური წინაპრები რომ ამაზე რა პოზიცია ქონდა ამას თუ იმას საერთაშორისო ურთიერთობებში როგორ უნდა მიგვეტანა ჩვენი ეს ყველაფერი დამთავრდა და გადავიდა სუბთა ემოცია უკვე როგორი რაღაცა ჩვენი მომხელებისთვის ვაუბრობთ აი რომ უკვე ნებისმიერი აბსურდი მომხელს უკვე მოსწონს აი მივიღეთ ის სურათი რომ ვიც არ მეთანხმება მე ის ჩემი მტერია ხო აი ეს სურათი მივიღეთ და კომუნისტებმა ამით ისარგებლეს და არერან თლიანად აუწმეს ამ წინააღმდეგობას თითქოს აღარ არიან მაგრამ ირიბად ბუნებრივია ამ პროცესს არეგულირებენ და აი ეს ემოციური ფონი აი მაგალითად როგორი რაღაცაა დღესაც იწვია რომ პირველი მრავალპარტიული არჩევნები
რას ქვია მრავალპარტიული არჩევნები ახლა დღეს საზოგადოებას, მეცნიერებას, სამართლებრივად გარკვეულია სახელმწიფოში ოფიციალურად არ იყო მრავალპარტიულობა დაშვებული. ოფიციალურად პარტიებს არ ჰქონდათ რეგისტრაციის უფლება. არ არსებობდა ორგანო, სადაც პარტია მიხვიდოდა და დაარეგისტრირებდა პარტიას. არეგისტრირებდა მაშინ საარჩევნო საარჩევნო კომისია, ვინც ღებულობდა საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობას, ის იღებდა რეგისტრაციას. საბჭოთა სისტემაა ისე. მაგრამ თუ პარტია იყო ბევრი, ვინც დაარეგისტრირებს ეს კომისია. მაგას ამნიშნულობა აქვს. აი სწორედ ამას ვამბობ, ემოციური ფონი, არანაირი ანალიზი, არანაირი რაღაცა ის მსჯელობა. ესე იგი, თუ შენ არჩევნებში იღებ მონაწილეობას ხარ, ასე ვთქვათ, მომქმედი იურიდიული პირი, თუ არ იღებ მონაწილეობას, ჩემ ისევ არაფორმალად. მაგრამ იმ ნაწილში ვინც აღიარა ხო ბევრი პარტია უკვე. და ამას მნიშვნელობა არა, რამდენი პარტიაც არ უნდა იყოს. რამდენი პარტიაც არ უნდა, შედეგებაც არ ჩვენა, რომ არაერთი პარტიები არ ყოფილა. იყო ერთი ბლოკი და კომუნისტები. დანარჩენი ჯერცეთი სულ თვალწები იყო 7-6 სუბიექტი, მეტი არა. იყო რუსთაველი საზოგადოება, სახალხო ფრონტი, სულ 5-6 სუბიექტი იყო. ვინც ხო არჩევნებში. და რომც ყოფილიყო მეტი ფორმალურად გაეზარდა და 30 თუნდაც. ეს არაფერს არ ცვლიდა იმრავლო მიზეზის გამო, რომ ორი გავიდა მოსულ. ძირითადი აქ აი ამის შემადგენელი ნაწილი ამ პოლიტიკური პროცესის ეს იყო. თვით სახალხო ფრონტმაც კი ვერ გაიყვანა ვერავინ. ერთ დროს ყველაზე მასობრივმა ორგანიზაციამ ვერ გაიყვანა და ეს ხალხი რომელიც იყო სახალხო ფრონტში ყველა გადაბარგდა მრავალპარტიული დავამთავრებ ახლა ყველა გადაბარგდა მრვალ მაგიდაში, იმიტომ რომ დაინახეს რომ ამ გზაზე მრვალი მაგიდა ახლა წარმატებული და წაყვნენ მრვალ მაგიდას. მრავალპარტიულობის დეფინიციის წინააღმდეგ თუ შეიძლება რომ კიდევ აგვიხსნა რატომ არ შეიძლება ეწოდოს მრავალპარტიული არჩევნები? იმიტომ რომ პარტიების ლეგალიზაცია არ მომხდარა. პარტიებს არ ქონდა რეგისტრაციის უფლება, სახელმწიფო არ აღიარებდა პარტიებს. არანაირი განსხვავება 25 მარტის არჩევნებს და 28 ოქტომბრის მარტის არჩევნებს შორის არ ყოფილა, იქაც საარჩევნოდ შეგეძლო რეგისტრაცია საზოგადოებრივი პოლიტიკური მოძრაობის სახელით. იქაც შეგეძლო მონაწილეობა და იქაც ღებულობდნენ მონაწილეობას. შენ არჩევნების უფლებას იპოვებდი არა როგორც მანამდე ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, არამედ როგორც მონაწილე ორგანიზაცია. როგორც CSGO-ს ხდებოდა რეგისტრაცია. შესაბამისად იურიდიული პირი ანგარიში ყველაფრით. ეხლა ჩვენ და ეს თავისთავად არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თვითონ საბჭოთა ინტერესი ეს იყო. საბჭოთა ინტერესი ეს იყო, რომ რაც შეიძლება ასე ვთქვათ ლეგიტიმაცია მიეცა საბჭოური კონსტიტუციისთვის. მრგვალი მაგიდა უმაღლეს საბჭოში უკვე მოექცა ერთ გუნდში, ერთ დიდ საქმეში, ერთიან საქმეში შეჭიდებული კომუნისტურ პარტიასთან ერთად, რომელთანაც ჰქონდა წინააღმდეგობრივი ურთიერთობა, ბუნებრივია, ერთი მხრივ, მეორე მხრივ, ის რაც თქვენი გაყოფის შემდეგ დაიწყო ფორუმთან, მას წარმოეშვა მეორე შიდა ეროვნული და წარმოშობილი ოპონენტები, ხო? აი ეს გამწვავება და მე გამწვავებული ფორმები ვიცით სადამდეაც მივიდა, ეს გამწვავება როგორ ხდებოდა? აი რა ნიშნებით იყო? ერთი თქვენ რო ამბობთ ლოგიკიდან ამოვარდა, ხო ეს ურთიერთობა? ეს ამოვარდა, მაგრამ ამავე დროს შეეჩეხა იქ საკანონმდებლო საქმიანობის გვერდით უზის კომუნისტები და ზის თვითონ. და აი ამას დაღი დაასვა. შემდეგ ამ უმაღლეს საბჭოს მუშაობას დაასვა დაღი. ერთის მხრივ ბუნებრივია ის ძალითვალით იხედება აქეთ ოპონენტები ჩვენ ვართ გარეთ, ქუჩის ოპოზიცია ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ. ხოლო შიგნით ის არ არის მისი პარტნიორი კომუნისტები, მაგრამ მასთან უწევს თანამშრომლობა. ლოგიკურად მან რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას, მაგრამ ამ ქარცეჭქშია მოქცეული. რამაც დაღი დაასვა მის საქმიანობას.
ახლა ამას ემატება მეორე მომენტი. ემატება ის რომ მან კი იძახის დამოუკიდებლობა, მაგრამ რეალურად დღეს საბჭოთა ორგანოა. ბიუჯეტი იყო საბჭოთა კავშირი, ფული მოსკოვიდან ფული მოსკოვიდან მოდის. უშიშროების მინისტრი უნდა დაამტკიცოს მოსკოვმა. რა ქვია, შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა დაამტკიცოს მოსკოვმა. ის იმდროის ხელისუფლებას გამსახურდია ხელისუფლებას ეს აბსოლუტურად შეგნებული ქონდა იმიტომ გამოაცხადა ჯერ გარდამავალი პერიოდი არა ეს არაფერი თავიდან ეს გაცნობიერებული არ იყო თავიდან არ იყო ეს გაცნობიერებული იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გამსახურდა როგორც მე ვიცი და როგორც მისი წარმომადგენლები საუბრობდნენ რომ მას არ ქონდა განცდა იმისა რომ ხელისუფლებაში მოვიდოდა მას ქონდა იმის განცდა რომ გავიდოდა პარლამენტში რაღაც რაოდენობით და იქნებოდა საპარლამენტო ოპოზიცია და როგორც საპარლამენტო ოპოზიცია იქნებოდა სრული დომინანტი ოპოზიციური სივრცის. აი ეს იყო მეტი არაფერი. ამას ბევრი ფაქტორი ადასტურებს და ვის შეგნით რეალებს და ის ადასტურებს და ამ გარემოებები ადასტურებს. გამსახურდია არ იყო მზად ხელისუფლების არც უფიქრია უბრალოდ ხელისუფლებაზე. მაგრამ უსებ აღმოჩნდა ხელისუფლებაში ის სრულებდაც არ ფიქრობდა რომ მოსკოვთან მოუწევდა ურთიერთობა ის სრულებდაც არ ფიქრობდა რომ უნდა აეღო საკავშირო უშიშროების კომიტეტის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის ზარი სრულებდაც არ ფიქრობდა იმაზე რომ თავშე საგარეო საქმეთა სამინისტროს რანგს და უფლებამოსილებას მოსკოვი მიანიჭებდა და როდესაც ეს პრესაში ეს ყველაფერი ვრცელდებოდა, როგორ მიანიჭეს მაგალითად ხოშტარიას სრულფლებიანი რაღაცას და ელჩის თუ რაღაცის დიპლომატის სტატუსი, ეს უნდა გამოქვეყნებული იყო გაზეთ კომუნისტში. ამის გამოქვეყნება და ხა ჩვენი მხრიდან ამ გაზეთის აფრიალება. სად მიდიხარ, აი დამოუკიდებლობა. ეხლა თქვენ ხართ მაინც უკვე დეტალებამდე დეტალი არ არის უკვე ის რასაც ჩვენ საუბრობდით იმის აღწერა მიდის უგომ რომ სპეციალიზაციის შესაქმნელად 300 კაცზე აღჭურვილობა და ფული გამოუყო ამას მოსკოვი იმის პრომიდა თქვენ შორის პარტნიორობა უკვე არაფერს არ არსებობს აღარ არის ქონდა ერთი ორჯერ ცდელობა შევხვდით კიდევაც ქონდა ცდელობა შევხვდით კიდევაც ერთმანეთს და უთხარით რომ რა პოზიციაზეც ვიყავით მარტში მოდი რა იგივე გავაკეთოთ რომ თქვენ იყავით კი ბატონო ხელმძღვანელობა ჩვენ ვიქნებით ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლობა და ვითანამშრომლოთ იყო კაცრი უარი რომ ჩვენ ვართ ხელისუფლებას და ეროვნული მოძრაობას და იძულებული გახდა მონოპოლიზებაზე წასულიყო სრულებითაც შეიძლება არც უნდოდა მაგრამ ვითარებაში, შექმნილ ვითარებაში ვერც ერთს მობდა, ვერც ეროვნულ მოძრაობას მობდა, ვერც ხელისუფლებას მობდა და ორივე ერთად არ გამოდის. და მიზნით ეს რო განეხორციელებინა უკვე კომუნისტების გაშვებაც მოუწია პარლამენტიდან. არა, ეს მერე მოხდა. მანამდე მოხდა ის, რომ რა ქვია, იძულებული გახდა ამ ნიუანსების გამო გადაავლო თვალი მისთავრობას. ნახევარზე მეტი კომუნისტები იყო მისთავრობაში. შემდეგ სხვადასხვის და კომპეტენციის პრობლემას და კომპეტენციის პრობლემა ერთი და მართვის უნარები ურთიერთობის პრობლემა. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, მოდი მოვემზადოთ ამისთვის. ასე შეხვიდეთ დაწესებულებაში და მით უმეტეს სახელმწიფო დაწესებულებაში, როცა არაფერი არ ვიცი. ძალიან რთულია ეს მომენტები რა. და აქედან გამომდინარე აი ეს მოუმზადებლობა რო გადაიფაროს ამიტომ საჭიროა ნაბიჯების გადაგმა მონოპოლიზებისკენ თანასხარ თელის ნაწილი რომელიც ცვლილება ვერ ახდენს გავლენას თელზე რომ ელემენტარული საკითხები არის აქ ისეთი ყოველდღიური და აქედან გამომდინარე სხვაშორის არსებობს ინტერნეტში შეიძლება მოძებნოთ მისი გამოსვლა ილია მასლის საზოგადოების შეკრებაზე, სადაც გულწრფელად აღიარა კომუნისტები არ დაგვიმარცხებია, ამას თავრობაში შევედი ყველანი იქ დავხსნაო. და არსებობს ინტერნეტში ეს ანაწერი არსებობს შეულებისაც აინტერესებს, იმიტომ რომ ან სახელდაგვარებს ახლა უბრალოდ არ ვსაუბრობ, ცოცხალია უმეტესი მათგანი.
ერთმა კარგად გამყოფოთ, მაგრამ ის ხალხი, რომელიც კომუნისტური პარტიის სიით გავიდა პარლამენტში, აღმოჩნდა მრგვალი მაგიდის მთავრობაში. და ახლა უკვე როგორი მდგომარეობა, ეს შეიძლება ბუნებრივად აღქმულიყო კოჰაბიტაცია, ასე ვთქვათ რა, მაგრამ ამ დროს ეროვნული მოძრაობის მეორე ნაწილი გარეთ რო დგას, ამას როგორ უხსნი? იმას ვერ უხსნი, რადგანაც ვერ უხსნი და თანამშრომლობაზეც უარი თქვი. ამიტომ მიდიხარ დაპირისპირებაზე. გძარეთ ერთი რომ გაჩნდა გვალი მაგიდის მიერ ეროვნული მოძრაობის მონოპოლიზირების სურვით. კი. და თქვენ ბუნებრივი ამას ეწინააღმდეგებთ. ასეთ შესუსტებულმა ფორუმმა თავისი არჩევნებით ვერ მოიცვა ხო მთელი საქართველოს ისეთი მასშტაბით. არა, არჩევნებით როგორ ვერ მოიცვა, ყოველ შემთხვევაში ის რაც მას ჭირდებოდა, ეს ხო არ იყო სახელმწიფოებრივი არჩევნები. ეს იყო ეროვნული მოძრაობის არჩევნები, ეროვნული კონგრესის არჩევნები და შესაბამისად მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და მოგცა მანდატი როგორც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს. ამიტომ ჩვენი ბინა დადგა საკითხით. და მითხრა და ეს ინსტიტუციურად თქვენ ეს როგორ ამუშავეთ? ეს არაფერი, ხელისუფლება ქვია, კონგრესი აირჩა. ეს კონგრესი ფუნქციონირებდა, შემდეგ უკვე რამდენ ხანს გაგრძელდა? არაფერი ქვია გავარდა ვიღას აინტერესებდა შენი პოლიტიკური ცხოვრება. აი, თელი პრობლემა, ხშირად ჩვენთან გავარდა ერთი წლის შემდეგ, ხო? ხო, არჩევნებიდან. და დამთავრდა კონგრესი აგრძელებდა აგრძელებს მუშაობას, ჩვენ ვიღებთ ჩვენ დადგენილებს, გადაწყვეტილებებს, მიდის შიგნით დისკუსია, ნაწილი კონგრესის სტრუქტურა როგორია ხელმძღვანელობა რა? არის პრეზიდიუმი, რომელიც ამზადებს სტომებს და ამ სტომებზე ხდება საკითხების განხილვა. კოლექტიური ხელმძღვანელობა თუ კოლექტიური კონგრესი? ყოველ იმაზე ახალი, ასე ვთქვათ, როტაციის მიხედვით. აი, რამოდენიმე გვარი რომ მითხრათ. ნუ იცი იყო ახლა კონგრესში დაუშვათ ხუთი, დაუშვათ ჩანტურია, დაუშვათ რა ქვია ჩამჭავაძის საზოგადოება, დაუშვათ დამოუკიდებლობის პარტია, ხან წერეთელი, ხან ივლიანე ხაინძრავა, ხან გია ჩანტურია, ხან სხვა. ამიტომ ეს ასე ვთქვათ ჩვენთვის ეს ხო არ იყო სახელმწიფო სტრუქტურა, რომ რაღაცა კაცრი ხემდებარეობა ყოფილა. რეგლამენტირებული. ხო, ეს იყო შენი შეთანხმება და ნუ შესაბამისად მაქსიმალურად ვთვლობდით ერთ რამეს, რომ ყველაზე უფრო მეტად პროცესებს დააზარალებს და ტყუის გავარდნა, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი ხდებოდა. აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ვთვლობდით, რომ აქამდე არ მისულიყო საქმე. აქამდე არ მისულიყო საქმე და აი ბევრ რაღაცაზე კიდევაც ასე ვთქვათ უკან დავიხიეთ და ბევრ შემთხვევაში იმ დროს ზოგი გულწრფელი კიდევ მეორე სპექტაკლებს რო ვახსენებ, მე აქ შეურაცხყოფილად კი არავის არ იმონ, ზოგი გულწრფელად თვლიდა აი მაგალითი შემილია მოვიყვანო სპირიდო კედიასთან მივიდა თავის დროზე ბათუმში როცა იყო მთავრობა რო გარბის მივიდა გარკვეული ჯგუფი ახალგაზრდებისა და გამწარებული ჟორდანიაზე და ჟორდანია ახლა უნდა დავაპატიმროთო და მიუწევდო ბოლშევიკებსო. ვის ხელში ჩვენ ჩავყარავ, ახლა ნახოს როგორია იმათთან ციხეში ყოფნაო. და სპირიდონ კედია თვითონ გადაასკმევინა, იმიტომ რომ აიშვებით, ხო თქვენ ახლა პიროვნულად ჟორდანიაზე გამწარებულები როგორ გამოიყენებს ბოლშევიკები ჟორდანიას და რას გააკეთებინებს ჟორდანიას და რაზე მოაწერინებს ხელს, ამაზე იღებთ პასუხისმგებლობას და ძლივს გადაათქმევინა ამ ჯგუფს. აი, გავსი სამუშაოების გაკეთება გვიწევდა ჩვენ, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა ჯგუფები ადამიანები, რომლებიც ვერ ძნობდნენ თუ მათ ქმედებას რა შეიძლება მოყოლოდა, ისევე როგორც რუსთაველზე რო ახსენეთ, აი ეს ხალხი, ისევე როგორც დაუშვათ მრავალი ახალგაზრდა ჭაბუკი, რომელიც ხან ერთ ხან მეორე ადგილას საშიმშილო ჯდებოდა, ამას რა შეიძლება მოყოლოდა, ვინ როგორ გამოიყენებდა. ასევე რადგანაც უკვე იარაღი იყო საზოგადოებაში და იარაღის შოვნა სირთულეს არ წარმოადგენდა, ეს იარაღი ვის ხელში მოხდებოდა ამ ემოციურ ფონზე ძალიან მარტივი იყო პროვოკაციების გაკეთება. და ეს გვალი მაგიდის ხელისუფლებაში მოხვედრის შემდეგ ეს პროცესები, მიტინგები, შეკრებები ქუჩაში
როგორ სწრაფად გავიდა. ქუჩაში როგორ არის ეს დიდად ქუჩაზე არასახულა იყო მაგალითად ჩვენ გქონდა საინფორმაციო მიტინგები ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას საინფორმაციო მიტინგები კინოს სახლთან ყოველ უშაბათს ჩვენ გვქონდა საზოგადოებას მეუბნებოდით ამასთან დაკავშირებით სხვა ასე ვთქვათ ერთჯერადი აქციები იმის დამიხევდით თუ რა აუცილებლობა იყო. აი ამ ხრივ რაიმე განსაკუთრებული თუმცა ამავე დროს პარალელურად ხელისუფლებას გამსახურდიას ხელისუფლებას ატარებდა მის საინფორმაციო მიტინგებს, ხო? ისეც ატარებდა, რა თქმა უნდა. უკვე წარმოიშვა ასეთი რაღაცა მიტინგების ომი. ხო, წარმოიშვა, რა ჩვენი გაკვირვება გამოიწვია, იმიტომ რომ რუსთაველი პირველად გადაკეთა ხელისუფლებამ. ავტობუსებით შემორაგვა თავობის სახლის მიმდებარე ტერიტორია. ხო და ესე იგი ეს უკვე არჩევნების წელი დამთავრდა და მომავალ წელიწადში უკვე 91-ში გადავიდა ეს მიტინგების ომი. ეს გადავიდა, ამ მიმართულებით დაიწყო ჩამოყვანა ხალხის გადავიდა დაძაბულობა რეგიონებიდან. ხო. არა, ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან რაიმე ისეთი მასობრივი აქცია მე არ მახსენდება ახლა რო გითხრათ რა. რამე განსაკუთრებული აგვისტომდე 91 წლის აგვისტომდე 91 წლის აგვისტომდე ასეთი რამე განსაკუთრებული არ ყოფილა ის მე მოვლენები დატვირთული იყო ეს ყველაფერი ზეცი იყო იქ დაუშვათ ეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება და იმ ტერიტორიაზე რუსეთის შინაგანი ჯარებისთვის წესრიგის დამყარების მიცემის უფლება. ამაზე რა თქმა უნდა იყო აქცია. იყო ელცინის ჩამოსვლა ყაზბეგში. ყაზბეგში დაუშვათ იმასთან დაკავშირებით. იყო ასეთი თემები იყო, მაგრამ რო არ იქადა რაღაცა ესეთი განსაკუთრებული, ასეთი აგვისტომდე არ მომხდარა. ისევე როგორც იყო დაუშვათ ნოდარ იმნაძის მკვლელობა ბათუმში, რომელიც მოხდა ბუნებრივი ახლა ეს ხელისუფლების ორმა წარმომადგენელმა პირველი პირის კაბინეტში მოკლეს მეორე პირი. ბუნებრივი ახლა ეს გამოიწვევს ხო ამ მოვლენებს. ბუნებრივია როცა ნიქსონი ჩამოვიდა საქართველოში იყო აქციები. ბუნებრივია ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება უბრალოდ არაჩვეულებრივი არის ის რომ ძალიან ემოციური ფონია. და როდის დაუპირისპირდა გამსახურდიას ხელისუფლება დასავლეთს? ეს მოხდა კოლექტიურ დასავლეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დასავლეთს, ევროპას. ეს მოხდა სად მოხდა ეს ზღვარი, სად წარმოიშვა? თანმიმდევრულად. ეს მოხდა ყოველდღიურად. აი უცებდა გოდოლი აფეთქდა, ასე არ ყოფილა. გოდოლიდან აგურ ყოველდღე რაღაცა იღებოდა. მაგალითისთვის გეტყვით, როდესაც თვარსტები თებერვალი თუ მარტის თვე იყო ში იყო მე მგონი მოსკოვში სადაც შეხვდა ახლადარჩეულ რესპუბლიკის ხელმძღვანელებს და რომ პირდაპირ იყო გამთხილება იმასთან დაკავშირებით რომ გაატარეთ იგივე რეფორმები რაც ბალტია ატარებს. როდესაც წავიდა საუბარი იმაზე რომ სასწრაფოდ გააკეთეს თვითმმართველობა რომ მინიმუმამდე დავიდეს მოსკოვის გავლენები საქართველოში. რომ უშუალოდ ოპოზიციასთან დიალოგის რეჟიმი მიწის ასე ვთქვათ შესახებ რეფორმის განხორციელება, ხელისუფლების საერთოდ მართვის ორგანოების რეფორმა, აი ნელ-ნელა ამის ნაცვლად წინა პლანზე წამოვიდა უკვე, აი როგორ გითხრათ, იცი, ყოველ დღე რაღაცა ახალი ემოციური ფონის ასაწევად. არიქ ეგ რაღაცა მოხდა გემოგარში, არიქ ეგ რაღაცა მოხდა ცხინვალში, არიქ ეგ რაღაცა მოხდა აფხაზეთში, არიქ ეგ რაღაცა მოხდა, აი ემოციური ფონი და ამ ემოციურ ფონზე აი თანამდებობებზე გადაყენების, გადმოყენების, იქ მივარდნები, გამოვარდნები, აი ამ elchi ამერიკის შეერთებული შტატების elchi საქართველოში ჯერ არ არის. დიპლომატიური კორპუსი არ არის საქართველოში, ჩამოდიან, რომ ამის შესახებ მიდის საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ემოციურ ფონზე ვართ. უკვე მოედანზე არის გამსახურდია დინების საწინააღმდეგოეთ ეს შემდეგ იყო კიევში, ხო? არა, კიევი არ ეხება ეს სხვადასხვა ჩვენთან
ესეც აქ მითები და სტერეოტიპებია. როდესაც თუ დააკვირდებით საქართველოს ყველა ხელისუფლების მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებას. ერთ-იგივე თავიდან ავანსი, ქება, დიდება, მერე რეფორმების განხორციელების მოთხოვნა და როდესაც ეს რეფორმების განხორციელება არ ხდება, მერე უკვე უპირისპირდებიან ყველას, კიდე შევარდნაძე, კიდე სააკაშვილი, კიდე ივანი ჟამღამფრი თვითონ მიდგომა ერთნაირია და როდესაც დადგა ეს საკითხი, რომ ეს ასრაფოდ რეფორმებია განსახორციელებელი. ახლა კიდე რაზეა საუბარი, მეორე საბჭოთა კავშირი ჯერ არსებობს. საბჭოთა კავშირი, იმიტომ რომ ვიღაცამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ამით ხო არ შეცვლილა. საბჭოთა კავშირი არსებობს. ხვალ საბჭოთა კავშირი უნდა დაინგრეს. ეს მოხდება 2 თვის მერე თუ 1 წლის მერე, ეს არავინ არ იცის. ამიტომ სასწრაფოდ არის ნაბიჯები გადასაწყვეტილი, რომ იმ დანგრევის მომენტში, დანგრევებში არ აღმოჩნდეთ. დანგრევის მომენტში, რომ აი რაც გააკეთა დაუშვათ ესტონეთმა, როცა კონგრესი და უმაღლესი საბჭო ერთად დაждდა, რაც გააკეთა მაგალითად იგივე ბრაზაუსკასმა. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური პარტიის ლიდერი პრობლემა იყო, მივიდა შეკრებაზე და ქვია დისიდენტებთან და დაილაპარაკა. ესე იგი მინიმუმამდე დაიყვანეთში და კონფლიქტები იყავით გზა დაიწყეთ მომზადება დამოუკიდებლობისა. იმიტომ რომ თვითონ ბალტიისპირეთს და არც ერთ ქვეყანას საბჭოთა კავშირის დაშლამდე არ მიუღია დამოუკიდებლობა. არაფერი არ მიუღია და კიდევ ერთ რამეს გეტყვით, ის ასე მარტივად არ არის ჩვენთან რო საუბრობენ, იგივე ფანტიური გზა უმტკივნეულო იყო, არაფერი უმტკივნეულო არ იყო, როგორც 9 აპრილი ჩვენთან დაიხუცა, ესე დაიხუცა ვილნიუსში. და თანაც ამ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აბსოლუტური დამოუკიდებლობის სახით წარმოუდგენია საბჭოთა კავშირის ტრანსფორმაცია. ჯერ ამ ეტაპზე ტრანსფორმაცია არის. ამ ეტაპზე საინტერესო რა არის? ჩვენთან იყო დეკლარირებული აბსოლუტური დამოუკიდებლობის საზღვრები. ჩვენ ამის შესახებ არ ვსაუბრობთ დღეს უბრალოდ პოლიტიკურ სპექტრში. საუბარი რაც ეხება გარბაჩოვის გეგმა. გარბაჩოვის გეგმა იყო საბჭოთა კავშირის ტრანსფორმაცია ახალ სამართლებრივ სახელმწიფოდ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირად. საინტერესო არის ის, რომ აბრევიატურას პირველი ვარიანტი ზუსტად ემთხვეოდა SSR-ს. იყო რუსულად გამოდიოდა საიუზ სავეტსკიხ სუვერეних რესპუბლიკ. მე მიხვდა რომ სოციალისტებიც კი ნამეტანი ის იყო. SSR-ი და უკვე გამოვიდა როგორც ჩვენთან ის იყო რა, SSR-ი რო იყო, გამოვიდა რა ქვია, სუვერენ სახელმწიფოთა კავშირი. ხოლო ჩვენ მიმართულებით შემდეგ უკვე როდესაც ამას დასავლეთ თანახმა იყო, ბალტია წვებით ხდებოდა იმაში. აბა 90 ცენტრში მოხდა ვილნიუსში ისროლა და ნარვის მისადგომებთან სამხედრო დაპირისპირება ესტონელებთან. რიგაშიც დაიღვარა სისხლი და უბრალოდ კიდევ ხაზი მინდა გაუსვა იმ გარემოებას, რომ უკვე პუტჩის შემდეგ ეს პროექტი გადაკეთა, აქ მინდა აღვნიშნო ის, საით თქვენ რომ ბრძანეთ კიევშიო. პუტჩი ჩამოვიდა და უკრაინელებს აი დამოუკიდებლობა უთხრა. მაგრამ აი პუტჩის შემდეგ გარბაჩოვმა როცა ვეღარ შეინარჩუნა ხელისუფლება, აი DSK კავშირი უკვე ახალ პროექტად გადაკეთა დამოუკიდებელ სახელმწიფო და თანამეგობრობა. ესეთეთ და აი ეს პროცესი შეთანხმებულია გარბაჩოვს და ბუშს შორის. ეს პროცესი მიდის და საუბარი რას ეხება, რომ ამ პროცესში უკეთეს სასტარტო პირობების მოპოვებაზე და დასავლეთის ხელისუფლება გვეუბნება ჩვენ და ბალტიას დროზე სასწრაფოდ არის გასაკეთებელი, რომ როცა დადგება მათ ხო არ იციან ეს 2 თვეში მოხდება თუ 1 წელიწადში. როცა დადგება ეს მომენტი, რომ საქართველოს და ბალტიას ინსტიტუციურად უკვე გქონდეს თავისი ყარად ინსტიტუტები. და აი აქ რომ ტემპის შენელება და პირიქით ამის ემოციაზე გადატანა, რომ რაღაცა მიტინგების ქვეყნის მართვა, ამ პროცესში
უკვე დასავლეთის დამოკიდებულება შემცირდა. ნუ ბოლოს თვითონ ეროვნული მთავრობის ორ დიდ მთას შორის დაპირისპირება ბუნებრივი აქცენტი თითქოს გაჩნდა, რომ ერთმა მთავრ თუ მეორე მთავრ დაამარცხოს ერთმანეთი. ეს გაჩნდა ის რომ როდესაც წარმოუდგენელი რა ერთი დისიდენტი მეორეს იჭერს. ეს ახლა ისეთი მოვლენა იყო იმ პერიოდის დისიდენტებში, რაც ნუ მანამდე გამსახურდიას ხელისუფლებამ დისიდენტების დაჭერები, რომელიც როდიდან დაიწყო, ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენ ხანში. სადღაც გარკვეული ნაწილი დაიჭირა, შემდეგ უკვე თებერვალ-მარტში ძალიან ბევრი, უკვე სექტემბერში მიგვაყოლა ჯანტურია მე და სხვები. ხაინდრავა და რა ვიცი რომელი ერთი და თუ ჯაბა მანამდე იყო და ეხლა მე ერთი ასეთი კითხვა მაქვს, ეს რა თქმა უნდა არ უყვარს ისტორიას, მაგრამ საერთოდ რომ არ ყოფილიყო ეს ეროვნული ნაწილის მეორე მხარე, თქვენი მხარე. გამსახურდიას ქმედებები შეძლებდა ამ სახელმწიფო იმ კრიზისის დაძლევას, რაშიც თვითონ მოყვა. შედეგი იგივე იქნებოდა. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ მე არ ვამბობ დეკემბრის მოვლენებს და მანამდე სიტუაციას რა შეცვლიდა და რა შეუშალა ხელი ამ დაპირისპირებამ დაუშვათ არაფერი რომელიც შეცვლიდა კარდინალურად ის მოქმედება. როგორი მომენტია იცით? მაგას ვამბობ, რომ ეკონომიკას ვერაფერს ვერ უზა. თავიდანვე ჩადებული იყო, ეთნიკურ პრობლემებს ვერაფერს ვერ უზა თავიდან ჩადებული. პრობლემას ხელისუფლებაში აჭარის ხელისუფლებაში პირველმა პირმა მეორე პირი მოკლა. ეს ოპოზიცია რაშეშია. რაშეშია ოპოზიცია საერთოდ. ან იქ იარაღი დააყარეს ერთმანეთს თანამდებობის პირებმა გავლენებისთვის რაშეშია. რა ქვია ოპოზიცია. თანამდებობაზე დასანიშნი ადამიანების კონფლიქტთან ეს რა კავშირშია? ეს რაბელ კავშირში არ არის? იგივე თუნდაც ის სროლა დეკემბერში რომ ძანებთ, ვის და ვის შორის მოხდა სროლა? როლი მოგიდის გარკვეულ ნაწილს შორის. ერთმა ნაწილმა ესრულა მეორე ნაწილს. ეს უკვე ჩადებული იყო, როდესაც რა სქემა ჩაიდო როლი მაგისტრის ხელისუფლების შეჩეჩების, შეიძლება ასე ვთქვათ რა, ის სქემა უკვე იდო ეს ყველაფერი. ამას ემაწებოდა შემდეგ ახლა იგივე თუნდაც დამოკიდებულება გეკეჩეპესთან. გეკეჩეპესთან დამოკიდებულება რა ოპოზიცია რაშაში. როდესაც მარტო საქართველოს ფაქტობრივად წვანი აუნდო გეკეჩეპეს. ყველა მათ შორის, ლაპარაკს არ ვამბობ ბალტიაზე და უკრაინაზე. მინსკმაც, მოლდოვა, ლენინგრადის ყველა გეკეჩეპეს ასე თქვათ, ხარი წინააღმდეგობა გაუწია. აქ ჩვენ რა ქვია მივიღეთ, დავაპურეთ, პატივი ვეცით და ასე შემდეგ. და ეს მომენტი, რომელიც თქვენ ბრძანეთ ტარიფების შესახებ. ეს უკვე მოხდა გეკეჩეპის შემდეგ. როდესაც ჟურნალისტმა თეთრი სახლის წინ დელოზე პრესკონფერენციის დროს დაუსვა შეკითხვა გამსახურდიას და გეკეჩეპის ურთიერთობაზე. ამაზე უთხრა ბუშმა, რომ დიდი ხანია დინების წინააღმდეგ მიწურასო. გეკეჩეპესთან ურთიერთობს დამოუკიდებლობაზე კი არ უთქვამს რაღაც სხვა რამეზე. დიდი ხანია გეკეჩეპეს თემაზე იყო შეკითხვა. ეს ყველაფერი ისევ შეუძლებს ყველანაირად ნახეთ, რა ქვია, გოგი რაგვარი იყო, ვინც ესწრებოდა ამ შეკრებას თანაშემწე გაჩეჩილაძე ინტერნეტში მოძებნეთ და წყვება ამ ამბავს. რომ რა ვითარებაში და როგორ თქვა. და შემდეგ სხვა არაფერი, პასუხი მოსწრებული იყო, რა თქმა უნდა. ახლა ქართული ნიჭიერება მაინც სხვა არის. და ამ ვითარებაში, როდესაც მთელი გარშემო გეკეჩეპეს მიმართ ასეთი დამოკიდებულება და იქ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული გეკეჩეპესთან საქართველოს მთავრობის წევრთა ურთიერთობის შესახებ. ამას უდიდესი რეზონანსი ჰქონდა მთელ მსოფლიოში. არადეს დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის წევრები
იყვნენ კრემლში აი გეკეჩებასთან უნდა გავჩერდეს ჩვენ ამ თხრობასთან. მანამდე კიდევ ერთ იმიტომ ამასაც დაუბრუნდებით ჩვენ ალბათ. მანამდე კიდევ ერთი მომენტი არის, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამ დაპირისპირებაზე აგვისტოს დასაწყისში მთავრობის სახელით გავრცელდა ანტიამერიკული წერილი. ამერიკის დასაგმობი წერილი გავრცელდა მთავრობის სახელით. რამაც გამოიწვია მთავრობის თავმჯდომარის გაბრაზება, იმიტომ რომ ჩემი სახელით რო აგზავნით, მე მაინც შემეძა თენგისი გუა, აი გადადგა თანამდებობიდან თვარწები 9 თვალი. წესში და კრიზისი დაიწყო უკვე ზაფხულის პერიოდში. უკვე დაიწყო ამ პერიოდში, შიგნით უკვე დაპირისპირება მოხდა მრავალი მაგიზის ორგანიზაციებს შორის, დაუშვათ კოსტავას საზოგადოება, ბრალსდებს და ტრადიციონალისტთა კავშირი, ტრადიციონალისტთა კავშირი, ბრალსდებს და სხვას, შიგნით დეპუტატებში, აი როგორი რაღაცა შეიქმნა, იცი რომ რა მარტივია ძალაუფლება მოპოვება და უცებ ამან ამ პროცესებში ჩასართავისა მიწისძვრის საკითხები და იქიდან გამოდანი დასკვნები. უკვე მიწისძვრის თემები, მიწისძვრის თემებმა წარმოაჩინა ასეთი ეიფორიული შეხედულება სახელმწიფოს შესაძლებლობებს. და ის რაც რეზერვები არსებობდა ამიერკავკასიის სამხედრო იქ სამი ტიპის რეზერვი იყო, ერთი სახელმწიფო რეზერვი, ხელშეუხებელი რეზერვი და საწარმოს რეზერვები. ამ მიწისძვრის დროს თურმე ყოფილა შესაძლებლობა რომ შენ მარტო მიცე სურვილი რომ ამდენი აქვს, ამდენის და გაჩნდა ეს მასალები და საიდან იყო ეს სად რეზერვებში ეწყო. ამის ცოდნა და კომპეტენცია სამწუხაროდ არ იყო, იმიტომ რომ ამ ერთი წლის განმავლობაში შეუძლებელია რომ გაიგო. ამ თემებს ჩვენ სხვა დროს კიდე კიდევ ჩვენ ერთი ბრძანეთ და მე მინდა საბჭოთა კავშირთან დაკავშირებით თქვა და შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამსახურდიას და ელცინის ურთიერთობები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აი ეს დისიდენტობიდან მოსული კომპლექსები გამსახურდიას ბოლომდე გავა. მაგალითად რომ მქონდა ნათქვამი რომ ჩემი ფეხში არ იქნება კრემლში და ელცინის ინაუგურაციაზე მოუწია კრემლში მისვლა. აი ეს დამა. იმიტომ რომ აი ეს ამაზე არ გამაკრიტიკონ. შეგაიდეთ ნამიშილო ელცინის ინაუგურაციის სუფრაზე თამადათო ხარ პირიქით დღეს ამას ხალხი ეს უკვე ამას სხვა კომპლექსები ქონდა რა თამადა იყო სუფრაზე თამადა იყო ხონდა ეს უკვე სხვანაირად ელცინი ჩამოვიდა აქ და მოილაპარაკეს აზბეგში დიახ მოილაპარაკეს რომ დააგებენ რა გაბაჩუ შევანაძის სქემას თავიდან აგერ ბატონო ეს ყველაფერი შეეშვი ტათარსტანს და რა ქვია ჩეჩნეთს ну ამ შეხვედრის მეორე თუ მესამე დღე ჩვენი წარმომადგენლები ტათარსტანში და იმაში ყაზანში და გროზნოში ჩავიდნენ აი ეს შეუსაბამობები გამოვიდა ისე რომ მის ორგანულ ნაწილთან ეროვნულ მოძრაობასაც გაიწვია კავშირი ელცინიც მის მიმართ იყო ახლა მოტყუებულა ჩათვალა თავი რა ცალკე გეკაჩებე ცალკე ისა და აი აღმოჩნდა ისე მდგომარეობაში რომ ფაქტურად ყველა მხრიდან იყო დაპირისპირებაში რაც ნუ მისი პიროვნული ტრაგედიაც არის და ჩვენი ქვეყნისთვისაც სამწუხაროდ როდესაც ლაპარაკობთ ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ კოლაფსის შესახებ შეიძლება ეს მართლა წარმოდგენილია რომ 91 წელს და დამთავრდა. სინამდვილეში მაშინაც კი როდესაც ითვლება რომ კოლაფსი განიცადა საბჭოთა კავშირში ბელოვერსკის შეხვედრაზე იქ ყველა იყო ჩასული ყველა დელეგაცია იქვე ახალი ქვეყნის შესაქმნელად რომელიც იქნებოდა საბჭოთა კავშირის მემკვიდრე. ამას ახლა მე არ გავაგრძელებ უბრალოდ ითქვი ერთ რამეს რომ დღესაც გაეროს საბჭოში არის ფირნიში საბჭოთა კავშირი, რომლის და მის ოფიციალურ დოკუმენტებში არ შეცვლილა ის წერია საბჭოთა კავშირი და არის ერთი გარდამავალი მუხლი, რომ საბჭოთა კავშირის მემკვიდრე არის რუსეთის ფედერაცია.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია საბჭოთა კავშირის აღდგენისათვის ბრძოლა რუსეთს არც ერთი დღე არ შეუწყვეტია და ამას დღეს წარმატებით ასრულებს კიდევ აგრძელებს რუსეთი ისეთ ცხელ წერტილებში როგორიცაა უკრაინა, საქართველო და ასე შემდგომ. ეს ბრძოლა არ შეწყვეტილია. ეხლა არის უკვე ცხელ ფაზაზე სხვა ტერმინოლოგიით მისი სადღაც ხელ სადღაც ინტერესების სფეროს აღდგენის შესახებ საუბარი და ექნება რესურსი. საინტერესოა კიდევ ერთი მომენტი, რომ იურიდიულად რო ავიღოთ ჯერჯერობით ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ იურიდიულად საბჭოთა კავშირის დაშლის დოკუმენტი არ არსებობს. არა, ახლა უკვე დაიწყო ამაზე საუბარი, რომ დაიწყო საუბარი, ეს ახლა ალბათ უკვე რაღაცეები შესაძლებელი არც არის, მაგრამ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთს შეიძლება ქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ საბჭოთა კავშირი არ დაშლილა და ის ორივე გარდამავალი, რასაც ამბობთ ეს ხელშეკრულების თემა, იმათ არ ქონდა თავისუფლება, იქ აკვდა კიდევ ერთი სუბიექტი, მაგრამ ამას ასეთი რაღაც 25 დეკემბერს ისტორიაში განბაჩოვი გადადგა 26 დეკემბერს ორპალატიანი უმაღლესი საბჭოს ერთმა პალატამ გამოაცხადა საბჭოთა კავშირის დაშლა, შეწყვიტა არსებობა, მემკვიდრედ რუსეთის ფედერაცია, ავიდნენ კრემლის თავზე და ჩამოხსნეს საბჭოთა დროშა და აღმართეს რუსეთის დროშა. აი ეს იყო მთელი 26 დეკემბერს. ეხლა თავდება საბჭოთა კავშირი. თუმცა ბრძოლა საბჭოთა კავშირის აღდგენისათვის არ შეწყვეტილა და რაც შეეხება სოციალურ ეკონომიკურ პროცესებს, რომელიც საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მივიღეთ, სამწუხაროდ ეს გარდამავალი ტრანსფორმაციის პერიოდის არ არის დასრულებული და ჩვენთან უსასრულო დიდია რუდიმენტები, სხვას რო თავი დავანებოთ, გასაგები რო იყოს, ვიტყვი თუნდაც ნაციონალიზებული სახელმწიფო საკუთრების წილით, საკუთრების სტრუქტურით და ამას ემატება კიდევ ჰომო სოვიეტიკუს თითოეული ჩვენგანი საბჭოთა პერიოდის ადამიანებში ის ნალექი, რაც ჩვენს მენტალობაში საბჭოთა კავშირის შემდეგ გაჩნდა. დიდი მადლობა ბატონო მამუკა. დიდი მადლობა საუბრისათვის. ჩვენთან იყო ბატონი მამუკა გიორგაძე, პროფესორი, პოლიტოლოგი, დისიდენტი. დიდი მადლობა. აიხარით.